ჩემი პირველი ხუმრობა თესეუს სცენაზე, მანსაკანის სცენაზე იყო. ანუ კადრი მინდა წარმოიდგინო. ძალიან სასაცილო იყო, ძირს ვეგდე. და შენ გონია სამსახურში მე ხელფასისთვის დავდიოდი? თქვენ მე ვიღაცა ორ პირი ხო არ გონიათ? მე ჩემი მევალეების ერთგული ვარ. ბოლომდე. პირველი ფული იუმორით როდის გამოიმუშავე? რამდენი იყო და რაში დახარჯე? თქვენს მიერ ნახსენები უხსენებელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო თავისი ამ რაღაცა არტებით, სათქმელით. აი ამას ჭირდება ნიჭი, რომ ხშირად რაღაც სიტუაცია რაც ძალიან სახალისოა, ამის დანახვა შეძლო. ჩემი აზრით გონია რომ საშა ბარონ კოენი არის ერთ-ერთი პირველი თანამედროვეობაში იუმორისტი. აუ მე რა მემართება, იცი შენ ვიდეოზე? მაგას ქალები რო უსწვენენ კაცებს, ეი, ბეიბი ეძახიან. არა, კაცო დავაკლავდი იქით. და კიდე ესე მიყურებ, ეხლა მოვკვდები. გამექსაცხენები, რაზე იყო ეს კითხვა? რაზე იცინიან ქართველები? იუმორისტი რატომღაც წარმოუდგენიათ რომ არასერიოზული ადამიანი უნდა იყოს. აი ხო ომი იყო, ხო დენი არ იყო, ხო საჭმელი არ იყო. ეხლა გაგიმხელ კიდე ერთ საიდუმლოს, რომელიც არავის არ ცოდნია. არა, ნინო ბურჯანაძეს რო თქვა პამპერსი. დედას ვეძახ, დედ უკეთ. მე არ გადამიღო. რა მაგარი არაღიარებულები არიან, იგი მაგაცი არაღიარებული არ მინახავს. არ არის შენი საქმე ეს პოლიტიკა იხუმრე. აი ესე იმედგა დეპრესია კარებთან და წიხლით მინგრევ და შემომიშვი ცოტა რომანტიკას მოგხვევ. იქნებ მე არ მათხოვებენ, მაგრამ თვითონ ერთმანეთს ათხოვებენ. ყველა დროის საუკეთესო ქართული იუმორისტული პროექტი. არის მისხანე, კაცრი, არის კატეგორიული, ხისტი, პირდაპირი, მე ვიტყოდი, უშიშარი ასევე მე ვიტყოდი. ზარქუაზე ალაპარაკი. ხომ არ არის ამაზე არაფერზე ჯარიმა? მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხმის მინეს. ეს არის გადაცემა ვიკასთან. ჩემი გადაცემის სტუმარი არის ნიკა გრიგოლია. აი ტაშები მინდა ტაშები. არის ტაშები. დავაძებ. მე სხვადასხვა მე ტაშებთან ერთად. აი უკრავენ ტაშს და ნიკა თვალი დავიზიანე. დაიზიანე თუ გაიჩალიჩე და დაგიზიანე. ხო არ მოგადგნენ და ხომ არ ხო დამაფინგალეს. სხვათა შორის გემწერება ხალხი. არ ჯობდა ისე სატრაბახო მაინც მექნებოდა რომ ვიღაცა გადასავლევმა ზონდერმა გამლახა. და არ გეღირსა ხო? მაკიაჟს ვიკეთებდი ნიკა და ვიტაკეთ. მოკლედ არის ფიქრობ რომ ალმაცერად მიყურებს. ეჭვის თვალით არ მიყურებს, უბრალოდ დაუზიანებია თვალი და მაგდაზიანებული. ნიკა, რა პერიოდია ახლა შენს ცხოვრებაში? დავიწყოთ ასე. თავად როგორ თვალის გარდა. ხომ დიდებულად. უდიდებულად. არაფერი მე არ მაკლია. შენ როგორ ხარ ნიკა? მეც კარგად, შესაბამისად. ხო. გარშემო რაც ხდება, ისე ყოველთვის ის მაქვს, შემართება მაქვს რომ კარგად ვიყო რა. მე უკვე შესაბამისად როგორც გამოდის. ხო. შეძლებს და გვარად კარგად. ახლა მოგვიყევი როგორ გახდე შენ იუმორისტი. ვა. პირდაპირ გატაკონდა. გოგო ეგრე მოუწია რა, მათემატიკოსობას ვაპირებდი, მართლა, ასტრონომობას ვაპირებდი. მართლა? კი, ვისწავლე, გავაკეთე ეს ყველაფერი, მაგრამ ვიდრე ბოლოში გავიდოდი და ესე იგი ასტრონომის დიპლომს ავიღებდი, უკვე იუმორისტის დიპლომი ავიღე იქამდე. და პირველადი ფაკულტეტი, ჩემი სპეციალობა აღმოჩნდა იუმორისტობა და მე უკვე ასტრონომია და მათემატიკა ერთად დაემატა. სულ მგონია რომ კლასის მასხარა იყავი ბავშვობაში. აი რაღაცნაირი ტინგიცა ბავშვები რო არიან. არა, კლასში მარტო შემეძლო კარგად გაკვეთილები მომეყოლა, ლექსი წამეკითხა და ხუთიანი მიმეღო, მაგრამ ხუმრობით არ ვიყავი დიდად გამორჩეული რა, ხომ ეხა მუდობა არ ნუ ეგრეა. მუდობავშიც არ ვიყავი, მაგრამ აი გამორჩეული ისეც რომ ვიხუმრო და აბასად არის ნიკა იქ არის იუმორი ეგრე არ ყოფილა. და სხვათა შორის რომ მითხრეს სკოლაში პირველად რომ უნდა მეხუმრა, მაშინ განვაცხადე უარი და პროტესტის ნიშნად თქვი რომ მეთქი ხუთებზე აღარ ვისწავლი, მეთქი თუ უნდა თხოვეს რომ მე დედაც ჩაერია რომ სკოლა მგთხოვა და უნდა დადგეს სცენაზე და რაღაც ხუმრობები თქვა, მაშინ კავეენი ჯერ კიდე არ ვიცოდი რა იყო. ხო, მაგრამ რატო გითხეს? ეთქვა შემჩნეული იყო. ხო, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი რახან ერქვა. ნუ მხიარულიც ვიყავი და საზრიანიც ესე მოუწია. უпростоრად სიმართლე რო გითხრა, ჩემს სკოლელებს ალბათ ეხსოვებათ როგორ იყო ეს. სკოლაში ჩამოიარეს და ვინც კარგად სწავლობდით, გადაწყვიტეს რომ იმ კარგად ვინც სწავლობდა, ის უნდა ყოფილიყო, ესე იგი კავენი, მაშინ ჯერ კიდე კავენიში მასანკანი. სწორი გადაწყვეტილება. არც ისე სწორი გამოდგა, იმიტომ რომ მე იმ სცენაზე არ დამდგარ ვარ და არაფერი არ მიხუმრია საერთოდ. არა, იცი რას გულისხმობ, გონია რომ იუმორს ინტელექტი სჭირდება. ხო, რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე თუ გინდა რომ ერთი ერთ ცალფაზაზე და ცალხაზზე იდგე და მარტო ისე ხუმრობდე, რაც მეტი მით უკეთესი.
იცი მით უკეთესი. პირველი ხუმრობა გახსოვს რომელმაც გაისროლა. არა, პირველი ხუმრობა ეხა რა მაგარი გამახსენე. პირველი ხუმრობა ეგა მე მგონი არსად არ მithქვამს. პირველი ხუმრობა რომელმაც გაისროლა არ მახსოვს, მაგრამ ჩემი პირველი ხუმრობა თესეუს სცენაზე, მანსაკანის სცენაზე იყო. იმით სათლით ვედროთი შემოდიოდი და ეგ რა პერიოდია 90-იანი წლების ბოლოა, აი ეს დროა სინათლე რომ მოდის რომ ტაშს უკრავთ და სადღაც მეორე უბანში თუ მოდის და ჩვენთან არ მოსულა ჯერ ოქშურს და შევდიოდი და ამით ვამბობდი რომ ერთი ვედრო დენი ხომა რაღაცა ეგეთი შესვლა მქონდა ხუმრობით რომ ერთი ვედრით ვიყავ ვედროთი ვიყავ მისული რომ ცოტა დენი ხო არა გაქვთ რომ გამატანოთ და რაზე იყო მობმული ეს ხუმრობა და როგორ იყო არ მახსოვს მაგრამ რო არ დაუნგრევია დარბაზი ეს ნამდვილად მახსოვს ანუ არ გაეცინა არა ნამდვილად მახსოვს რომ დარბაზი ამით არ დაანგრევს შეიძლება გაიცინეს რა მაგრამ ისეთი გამორჩეული ხუმრობათ ნამდვილად შუშხუნები არ მოყოლია არა არ მოყოლია არ შუშხუნები არ კიმნეულია იუმორისტი იცი რა იუმორისტისთვის ნიკა სცენაზე ხუმრობაზე როდესაც არიცინიან ეგ ძალიან ტკივნეული არის მე მგონი იმიტომ რომ შოუს ჩაწერის დროს სკეჩის დროს ფილმის გადაღების დროს ან რაღაცის აქ უკვე მაინც ყველაფერი სხვანაირად არის გაწერილი სხვა საშუალებები გაქვს რომ მე ის გააკეთილშობილო მაგრამ სცენაზე მაგის საშუალება არ აქვს სცენაზე რომ იხუმრებ ან იცინიან ან არა თან თესეუში ვისაც ახსოვს ეგ პერიოდი და ვინც მაშინ მანსაკანზე დადიოდა და გულშემატკივრობდა ან სხვა ფაკულტეტის გუნდების საყურებლად დადიოდა ყველას ეხსოვნება რომ უნივერსიტეტის სცენას ჰქონდა მაინც თავისი რაღაც ძალიან სასიამოვნო და კარგი წესები, სადაც ესე ვთქვათ, უხამსი ხუმრობები დიდად მიზანშეწონილი არ იყო. ცოტა იდიოტური ხუმრობითაც ვერ გააცინებდი იქ თესეუს სტუდენტებს, ვინც და ასევე მეგობრებს, ვინც დადიოდნენ იქ საყურებლად. მოკლედ ძალიან კარგი. სხვათა შორის მაგან ძალიან დიდწილად ჩამოაყალიბა ჩემი გემოვნება. კი, დიდწილად ჩემი იუმორისტული გემოვნება კი არა, აი როგორც იუმორისტად, აი ესე შეიძლება რომ და მან როგორ მოხვდი? ფაკულტეტზე ისე როგორც სკოლაში, მათემატიკის ფაკულტეტზე შემოვიდნენ ჩვენი უფროს კურსელები და გითხრეს რომ უნივერსიტეტში არსებობს რაღაც სტუდენტური დღეები ტარდება. ოღონდ ეს კიდევ ერთხელ მაღლის მათემატიკის ფაკულტეტზე. მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა ნიკა გრიგოლი, აი აქ სტაჟს დავადა. მე მონტაჟს მოხდა. რუსო, აი აქ უნდა სტაჟი. კვადრატული განტოლება დაადეთ. ამასადმე ფორმულები და ხო და აი ეს ქალი რო არის ხო ეს რო ფიქრებში რომ მიდის ფორმულები რო არის იმას დაგადა ხო მათემატიკოსები ყველა ეგრე ვიყავით მათემატიკაზე მანდ წესით და რიგით შემთხვევით ვერ ხვდები რა ანუ არ არის ეგ ისეთი ფაკულტეტი სადაც ვინმე ფულს გადაიხდის და მოგახვედრებს რომ აი მახსოვს მას ჩემი მეგობრებს შობლებს საკმაოდ დიდი სოლიდური თანხა ჰქონდათ გადახდილი ან იურიდიულზე რომ მოხვედრილიყვნენ ან ეკონომიკის ფაკულტეტზე და რაღაცები იყო მაშინ რა სამედიცინო თუნდაც და ასე შემდეგ და მათემატიკის ფაკულტეტზე ის ხალხი ვიყავით ვისაც მათემატიკას აზარტი ჰქონდა მათემატიკა ვინცაც უყვარს მათემატიკა ის და მეთანხმება რომ მათემატიკის მთელი მუღამი არის როგორ გითხრა რაღაცა ამოცანის ამოხსნა არის რაღაცა დიდებული თამაშის თამაშივით რომლის ბოლოშიც უნდა გახვიდე და ანუ შენთვის არის იმდენად აზარტული როგორც არის კროსვორდის შევსებას იწყებ ან რაღაც თამაშის კვესტის დაიწყებ და ბოლოში უნდა გახვიდე ეგეთი აზარტი გერთვება და ვიდრე ამ რაღაცა ჯადოს არ ამოხსნი და არ დაამტკიცებ ან არ გაიგებ რო ასეა იქამდე ვერ ისვენებ. ხო და მეც შემიპყრო მაგ აზარტმა მათემატიკის და ვათენებდი ღამეებს, მეცადინეობდი ეგრე ჩემოვიკა, სინათლე რომ არ იყო, სახლის სახურავზე მიყვარდა აძრომა, ჩემთან ზესტამოში სადაც დავიბადე, ავძრებოდი აივნიდან სახლის სახურავზე, გადავშვიდი იქ წიგნს და ვკითხულობდი. ძალიან დიდი ხნის მერე გავიგე რომ თურმე სახლის სახურავზე საღამოს მზის ჩასვლის დროს წიგნის კითხვა ფლაცასურველი არ არის, იმიტომ რომ ეს სახლები დახურული იყო შიფერის ასბესტის სახურავით და ის კიდე ძალკე რადიაციას თურმე ყოფს ეს გავიგეთ ახლა ცოტა მერე იქამდე არ ვიცოდით მეც ხო ესე მომიწია საბჭოთა კავშირში დავიბადე ხო და მოკლედ ესე იყო ეს ამბავი რომ მეცადინეობდი დღისით სახურავზე ღამით ჩუმად მეცადინეობ იმიტომ რომ დღისით მინდოდა გართობაც რა და გართობაც მინდოდა და მე თვითონ ვანაწილებდი ისე გართობის და სწავლის დროს რომ პრობლემა არ მქონია მაგრამ ღამით სწავლაზე უკვე მშობლები მეუბნებოდნენ რომ ღამით გვიან სწავლას ჯობია დღის ბუნებრივია დღისით ისწავლო და ღამით არ ისწავლო არა და ქონდა მაგის აზარტი რომ ღამე აი მართლა კროსვორდივით დავიდებდი რაღაც სხვადასხვა წიგნებს ახლა რო ჩამოთვალოთ სახელები და გვარები იმ დიდი მათემატიკოსების და ამას დიდი კროსვორდივით და დედა რომ იშლი და ანუ რახან დენი არ იყო ერთხელ მახსოვს რომ შეშის ქურა რო დგას რა შეშის პეჩი რა ქურა პეჩი ერქვა მაშინ მაგას შეშის პეჩი რო იდგა
ამასთან ძალიან მაღალზეც ვერ დავანთებდი ცეცხლი, იმიტომ რომ დედა გაიგებდა, რომ ღამე მეცადინეობ რა. მეცადინეობას კი არ მიშლიდა, უბრალოდ ღამის თენებას მიშლიდა წიგნის რაღაც შევსების. იქ ლამპა ანთებული, ახლოს მივჯდებოდი ამ ფეჩთან და ჩუმად ისე რომ ეს ძალიანაც არ გუგუნებდა ეს ფეჩი, ვერ გაიგებდი ახლა მე იქ რაღაცა ბოლოსკენ შემოტოვებულს ვაკეთებ თუ არა და ერთხელაც ეგრე დამეძინა ამ ფეჩზე რაღაც ბრიხინვა გამაღვიძა, თურმე ამ ფეჩზე იდო რაღაც დიდი წყლის გასაცხელებლად რაღაცა ჯამი და რომ ჩამეძინა ამ ჯამზე ჩამოვემხე ეთყობა და რომ თვალი რომ გავახილე პანიკაში ვიყავ ვერ მივხვდი რა ხდება სანამ აზრზე მოვიდოდი სრული სიბნელეა თავზე რაღაც რკინა მადევს კას გონია რომ კასში ვარ სულსველი ვარ ოღონდ ვერ იხსენებ რა მოგივიდა რა მართლა ვერ ვიხსენებ რომ მე ცოტა ხნის წინ დამეძინა და ალბათ ეს ვიდრე აზრზე მოვიდოდი რა მოვიდა მეგონა რომ გავიპარე ამ ჩემს სწავლაში გავედი და ეხლა სადღაც იმ ქვეყნად ვარ მაგრამ რომ დედა ჩემის შეშინებული სახე რო ვნახე რომ იმას ამაძრო თავზე ეს რაღაც მაშინ სიცილია ანუ კადრი მინდა წარმოიდგინე ძალიან სასაცილო იყო ძირს ვეგდე ძირს აგდია თავზე აქ წამოწმული იმაზე და კიდე კაი რომ ეს გასხურა არ იყო ძალიან ანთებული იმიტომ რომ ის დამწვავდა და არ დაუწვია თბილი წყალი ადამიანს ხატა ვიჯექით მე და დედა ჩემი სასადილო მაცივარი მქონდა მაცივარი ქონდა მორტყმული თავში ჩავედი ამოვიყვანე დედა ჩემი მაცივარი ვერ ამოვიტანე აი დააყლევით ეგეთი ისტორია მოყვა მე ის მიყვარს მეორე ქალბატონი ერთი დავიჭირე, მივაჭირე ხელი, მივარწყმევინე თავი მაცივარზე, დავახჩე ეს რომ დაინახა მეორე მოვიდა, ჩამარტყა მუშტი, მაგრამ მოვიგერიე ვეც იმასაც წდიკის ერში. მივახჩე მეორეზე დავგუდე, აი ძალიან საყვარელი ქალბატონი არის. რამდენი ეგეთი მაგარი სკეჩია ის? ეს ახლა რაც გავიხსენე სკეჩი არ არის ერთ-ერთი სიუჟეტია, როდესაც აი როგორც მიქნიცის რომ დაესხნენ თავს ვიღაცები. და იმენა დედა უტირა. და იმ ქალბატონმა მაგრად დაიცვა თავი ამ თავდამსხმელებისგან ისე რომ შეიპყრო ისინი და პოლიციას დაახვედრა გათოკილი. პირველი ფული იუმორით როდის გამოიმუშავე? რამდენი იყო და რაში დახარჯე? პირველი ფული იუმორით რომ გამოვიმუშავე, შეიძლება ვთქვათ რომ ეს იყო. პირველი ფული იუმორით რომ გამოვიმუშავე, ეს იყო ჩემი პირველი ხელფასი, მაშინ გია ჭანტურიასთან მუშაობდი. გია ჭანტურია აკეთებდა სერიალს ჩვენი ეზო. მე და ვანა ჯავახიშვილი ვიყავით იქ სცენარზე, ჩვენთვის ეს იყო რაღაცა სასწაული საოცრება, რომ ტელევიზიაში აღმოჩნდით ვართ ამ დროს პატარები, ალბათ 20 წლის, შეიძლება არც ვართ 20 წლის, მაგრამ შეიძლება ვართ თან ცოტა მეტი ანაკლები. აღმოჩნდით იქ, ასევე სხვა მეგობრებთან, კახა მაგრაძე, იქ უფროსები, გიგა ნასარიძე და ამათთან ერთად ვიყავით და ამათთან ერთად მუშაობდით. ეგ უკვე ჩვენთვის იყო ძალიან სასწაული რაღაც, იმიტომ რომ ახალგაზრდები ვიყავით ძალიან და ამ რაღაც საოცრებაში რომ მოვხვდით ძალიან სასწაული იყო, ძალიან გვსიამოვნებდა, მან ვიყავით სცენარისტები და პირველი ხელფასი რომ ავიღე, მახსოვს, ახლა ბრენდი რო არ დავასახელოთ, ჭავჭავაძეზე იყო ერთ-ერთი სპორტული მაღაზია, სადაც რამდენიმე ამ ბრენდის ბოტასი იყიდებოდა და მახსოვს მაგალითად ჩავივლიდი ხოლმე რამდენიმე კვირა და ჩავუვლიდი და ნახულობდი, როგორ არის ეს ბოტასი, ხო კარგად არის, ხო იხსევის ფასი ღირს ხომ აქ არის, აქ ახარ ძალიან კარგი მეგობარო და ჩაივლიდი. შემდეგ კიდევ ჩამოვივლიდი რაღაც დროის მერე, როგორ ახარ, ხომ არ მოიწყინე უჩემოთ და ისიქ იდო და მახსოვს პირველი ხელფასით წავედი და ვიყიდე ერთ-ერთი ესეთი ბოტასი, ერთ-ერთი ბრენდის. ეგ გამახსენდა ახლა კი. ძალიან მაგარია. ხედა, არავის არ უკითხავს პირველი იუმორში ნაშოვნი ფული. და მეც გამახსენდა ახლა კი, არ მახსოვდა ეგ. კაი განცდა ალბათ, ხო? შენით რა. სხვათა შორის ეს იყო რუსთავი 2-ზე ჩემი პირველი ხელფასი. აი ბოლო ხელფასი ჯერ კიდევ ვალი აქვს რუსთავი 2-ზე. კაი, ეხლა არ ეს თქვენ ჩამოყალიბდით ვის აქვს ჩემი ვალი, მაგრამ ფაქტია რომ ტელევიზიაში ჩემი ვალი აქვს რა. ეს არ ჩალიჩები, რომ დაგიბრუნო. რუსთავიორმა მოხდა. აი ხა ხო იცი რამდენი ადამიანს აქვს ჩემი ვალი და რამდენი ადამიანის უჭირს ზოგს რამ მდგომარეობა აქვს, ზოგს ზედმეტად უხინს და ამ დროს ახლა შენი ვალი გაახსენე კიდე და არ არის რუსთავიორს ახლა პროპაგანდის. არ მოდი რა, ახლა რა საჭიროა მისთვის შევაწუხო ამდენი წელი, ამ ხელა სიყვარული, ამ ხელა ერთგულება და შენ გონია სამსახურში მე ხელფასისთვის დავდიოდი? არა, მე მხოლოდ იმისთვის რომ თქვენ გამეცინებინეთ და თქვენი სიყვარული, რა ხელფასი რა სისულელია. და შენ გინდა ახლა მე წავიდე და ფულის დონეზე დავეცე და ჩემი ნაშრომი ფული მოვითხოვო? რა ადამიანურია, არა იუმორისტულზე რო არაფერი თქვა. ანუ მე ვფიქრობ საერთოდ ტელევიზიები მაგის თვალი შექმნილი. რისთვის? რომ ხელფასი არ მოგცენ? არა, რომ აი ვალის რომანტიკა იყოს რა. მე უკვე მგონია რომ ეგ არის. იმიტომ ხარ შენც YouTube-ზე, ხო? ტელევიზია შეიქმნა იმისთვის, რომ იმუშაო და ხელფასი არ მოგცენ. მე მგონი მართლა მაგითოში. მე მგონი ამ ბოლო დროს ქვეყანა გადაკეთდა დაახლოებით მაგ მიმდინარეობად, რომ იმუშაოთ და არაფერი არ
იდეა, მთავარია იდეა. და იმ ტელევიზიებს კიდევ ვინც მეუბნებოდნენ რომ მოდი ჩვენთან საერთოდ არ ვიცით ვალი რა არის, ჩვენთან არ ვიცით ხელფასი დაგვიანება რა არის. იმათ მეუბნებოდი, აჰა, თქვენ მე ვიღაცა ორპირი ხوار გონიათ, მე ჩემი მებადეების ერთგული ვარ, ბოლომდე. და ესე იყო ყველაფერი. ახლაც ასეა რა თქმა უნდა და ვირსეულად. ასე მიდის. წარმოუდგენელია. და შენ რომელ პროექტში გზენი ყველაზე მეტად და აი ეს არის ჩემი პროექტი, ჩემი დრო მოვიდა. როდესაც დილის ეთერში დავჯექი ნუცასთან და სალომე დადუნაშვილთან ერთად. შეიძლება გაგიკვირდეთ? კი, გავგიჟდი დილის ეთერში, პირდაპირ ეთერში ვიჯექი ამ ორ არჩეულებრივ ადამიანთან ერთად, თანაწამყვანები ყავდა, რა თქმა უნდა, ჩემი სიყვარული, ჩემს იუმორისტულ პროექტებს, მაგრამ აი იგრძენი თუ მეუბნები, რაღაცა ისეთი უნდა იყოს, ხო? გარდამტეხი და ძალიან ხშირად გონიათ რომ ხუმრობ ამას რომ ამბობ, მაგრამ კი, მე არის ყველაფერს წარმოვიდგენდი ამ პასუხის. გეუბნები ჩემთვის ადამიანისთვის, რომელიც ბევრი წელი არც პირდაპირ ეთერი იყო ჩემთვის უცხო და მაგალითად თავარ არხზე მე და ილოს და ვანიკოს ერთად მიყავდა მაგალითად მეგაშოუები, მხოლოდ ქართული, სხვადასხვა პროექტები რუსთავი 2-ზეც და ასე შემდეგ კიდევ ძალიან ბევრი რა და შენც იცი ძალიან კარგად პირდაპირ ეთერს აი ეს თალკე თავისი ხიბლი აქვს, თალკე თავისი აზარტი აქვს და ეს ან სიამოვნებს პირდაპირ ეთერში ჯდომა და ამას აკეთებ, ან სხვა შემთხვევაში რაც არ უნდა ცადო რომ მოდი ახლა პროფესიონალურად ვეცდები რომ პირდაპირ ეთერი ხომ საშინელებაა, მაგრამ მე მაინც ვეცდები გავამივიდეს, ალბათ ყველა დამეთანხმება რომ მაშინვე პლასმასად იქცევი თუ პირდაპირ ეთერში თვითონ არ გაქვს მაგის აზარტი. პირდაპირ ეთერის გამოცდილება დიდი მქონდა, მაგრამ აი ამ დილის ეთერმა, იცი რატო? მაინც ასე თუ ისე პატივისცემა ჩემს მეგობრებს, ყველას დილის ეთერის წამყვანებს, რომ ძალიან კარგად იციან და წლების განმავლობაში მეც ბევრჯერ მათთან სტუმარი ყოფილვარ, თანაწამყვანიც არაერთ გადაცემაში ყოფილვარ დილის ეთერებში რა. მაგალითად იყო მესამე არხი ესეთი და იქ გიждდებოდი, რასაც ვაკეთებდით. სალომესთან და ნუცასთან ერთად დილის ეთერში. სალომე და ნუცას დამსახურებად. აი, რა გოგოები არიან, იცი, აი, ეთერში რაც ჩანს იმათი მაგალითად რომ ძალიან მაგარი წამყვანები იყვნენ და ნიჭიერები და რაც თავარი არის, აი, სხარტები, ამ პირდაპირ ეთერის ესთეტიკა. მე ანუკა და კოკოროინიშვილთან ერთად ჯდომა, ზეიმი მქონდა დილით რომ გავარბოდი, რომ უბრალოდ ამათი სიცილისთვის გვერდით ყოფილიყავი, ესენი რომ იცინოდნენ, ეგრო მომესვინა მაგათთან ერთად, ხო და მართლა დილით ეს ამ დროს თან ძალიან კრიზისი ქონდა ამ დროს ჩვენს ტელევიზიას, ზოგადად ჩვენ ყველა ძალიან დიდი კრიზისი ქონდა, მაგრამ და თან გაიხსენა ეს პერიოდია, როცა ყველა ქუჩაში ვართ, ან სამსახურში მივდივართ, ან მე ქუჩაში მივდივართ, რომ აი ეს პერიოდია რუსული კანონის პერიოდის აქციები და ასე შემდეგ. ზოგჯერ კი არა ხშირად ისეთი მდგომარეობა არის გარშემო რომ ხუმრობის ხასიათზე ან არ ხარ, ან არ ვიცი რა, არ იქნება სწორი რომ ეხლა ვერ იხუმრებ ვიღაცას თავზე რო ახტებიან შენს რა ვიცი თანამშრომელს ან სხვა ტელევიზიის რომელიმე წამყვანის თავზე დახტის პოლიციელი ამ დროს ძნელია დილით რომ მიხვიდე და იხუმრო ეთერში, მაგრამ მაინც ვახერხებდი რომ თუნდაც იმაზე მეხუმრა და მანდაც ძალიან ძნელია ეხა იხუმრე თან სახუმარო კი არ არის ეს თემა, რა ვიცი საომარია და ბრძოლაში ხარ მართლა რომ შეიძლება ითქვას, მაგრამ მაგას ვახერხებდი, მომცა ეს თემა. ხაშორს აიც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი დოკუმენტურ ფილმს იუმორისტზე, რომელიც ავტოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობს. იმდენი ისეთი სევდაც არის, ბრძოლაც არის და მე მგონი რაღაცნაირი საინტერესო თემა შეიძლება იყოს და ისე შენთვის რა არის იუმორი, ნიკა? აი, ნიჭია ეს, ხელობა, აი შეიძლება ადამიანმა ისწავლოს ხუმრობა, როგორც რაღაცა, არ ვიცი, სწავლობს ნებისმიერ ხელობას. აი, იუმორი გაქვს და ამის ნიჭი უნდა გქონდეს თუ შეიძლება რაღაც ტექნიკებით დაამღამო? ჩემი აზრით არ ებსებობენ ადამიანები, ჩემი დაკვირვებით, რომლებსაც იუმორზე შეიძლება გრძნობა კარგი ქონდეთ, მოსმენაც უყვარდეთ, გაცინებაც უყვარდეთ, მაგრამ თავად მინახავს მე ასეთი ადამიანები, რომლებიც თავად არ ხუმრობენ. ანუ არ ვიცი, ახლა მე ფსიქოლოგი არ ვარ და ეს რა მე გარდატეხვა ჭირდებათ, რომ ასევე არიან მინახავს ადამიანები, რომლებიც აი ეს ფრაზა ალბათ ბევრს გაგიგიათ, იუმორზე აცრილი ესეთი ფრაზა, არ ვიცი, გამიგია ესეთი ფრაზა და ეხლა პირველი თავში ეგ მომივიდა. არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად მაგალითად ვერ იგებენ რა არის იუმორში სასაცილო რა, არიან ასეთებიც და ასეთი ადამიანები შემხედრია, მაგრამ იუმორი არის ძალიან რთული, მით უმეტეს თუ შენს თავს რაღაცა სტანდარტს უწესებ, თუ შენ თვლი რომ
არ გინდა გაიმეორო ის რითაც უკვე 10ჯერ ვიღაცებმა გააცინეს ადამიანები და ეს მასწავლა ყველაზე ძალიან და ამას ვერ ვიშორებ, მთელი ცხოვრება ვერასოდეს ვერ მოვიშორებ. ჩემი თაობის იუმორისტები, ასევე ჩემი მეგობრები, ვისთან ერთად წლების განმავლობაში იუმორისტულ შოუებს ვაკეთებდით, პირველი ამოსავალი წერტილი იყო ხუმრობაზე რომ გავიცინებდით, ასეთი რამე სადმე ხო არ გვინახავს. აი შენ მოიფიქრებდი ხო ამ წუთას, მაგრამ აი სასაცილო რო იყო და ამ პირველი სიცილის ამბავს გადაივლი და პირველი იყო ეს თავში რენტგენი ირთვებოდა და ვკითხულობდი ეს სადმე ხო არ იყო, ვინმე ხო არ თქვა, იმიტომ რომ ესეც სხვათა შორის თესეუს ჩვენი ზე მაღალი თაობის, წინა თაობის იუმორისტების დიდი დამსახურება არის, რომ ანუ მაგათგან მივიღეთ ჩვენც მაინც ეს რაღაც წესები, რაღაცა იუმორისტული მორალი და ასე შემდეგ, რომ მოკლედ იუმორი არ არის ესე ადვილად მარტო გამაგა Facebook-ზე მქონია, იცი რამდენჯერ წამიშლია ჩემი სტატუსები, აი მაგალითად რაღაცა ვაკუუმში ვარ, გეტყვი. მაგრამ მეცინება ძველ სტატუსებს ნახულობ და ძალიან მეცინება. არა, სხვა რამეს გულისხმობ. აი მაგალითად რაღაცა მოხდა რა. ოღონდ მე არ ვიცოდი ეს რომ რაღაც 1 საათის წინ მოხდა, უკვე ბევრმა იხუმრა ამაზე. მე შევდივარ Facebook-ზე, ჩემთვის ახალი ამბავია, წერ რამე გადაობას და ამაზე უკვე ძალიან ბევრი იხუმრეს და მე ვარ რაღაც 1000 მეერთე და მე ვშლი, იმიტომ რომ სასაცილოა ძალიან. და ვინ არის შენთვის აი გურუ ამ პროფესიაში? ქართველი ან უცხოელი კომიკოსი? ქართველი პირდაპირ გეტყვი აღარ ჩამოვიხში ბევრგან, როდესაც უკითხავთ, ჩამომითვლია ხოლმე ხშირად სახელებით და აი პირდაპირ გეტყვი, ჩემთვის იუმორის გურუები საქართველოშიც რომ მიყვეთ, ნუ ახლა დიდ კლასიკოსებს, რომლებიც ბავშვობაში ვუყურებდი და ჩემთვის კინოს ჯადოქრები იყვნენ, იპოლიტე ხვიჩია, კახი ყავს და აი ესენი კლასიკაა და ამას არ შევეხოთ ეს რა თქმა უნდა ამაზე ყველა თანხდებით და გასაგებია მაგრამ აი ცოტა თანამედროვე უკვე იუმორისტულ პონს რო შევხედოთ აი როგორც სატელევიზიოც ასევე და ამ ტიპის იუმორი ხო ჩემთვის ნუ აი ჩანტლაძის სკეჩები იყო მაგრამ ეს ჩანტლაძის სკეჩებიც რაღაცნაირი კლასიკა იყო უკვე ჩემთვის 90-იანი წლების ბოლოს აი 2000-იანის დასაწყისში როდესაც მე ასე ვთქვათ უკვე ჩემს აქტიურად იუმორისტულ ამბებს ვაკეთებდი და ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მაგარი ტიპები ვინც იუმორს აკეთებდნენ იყვნენ მანსანკანელები თესეუს ჩემი წინა თაობა მაგალითად აი ბევრნი არიან რა მიშა გიაჭანტურია გოჩა გიგა უხსენებელში ვის გულის ხო აი შენ აზრით ვის გული? მე ჩემი აზრით უხსენებელს ალბათ იმას გულისხმობ, ვინც ხშირად ხართ, არ ვიცი თქვენთვის უხსენებელი კი არა, ყველაზე ხშირად თქვენ ახსენებთ ერთმანეთს და მე მგონი ეგ არის შალვა რამიშვილი. ჩემს შალვა რამიშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი და ნიჭიერი იუმორისტი, ვინც კი არ ვიცი, მაგ კამანდაში და რატო იყო ჩემთვის იცი? ანუ ტიპი ისეთ რაღაცაზე ხუმრობდა, რაც ანუ მაგათგან ვერ გაგიკვირდა, ანუ სოციალური იუმორი ქონდათ, სათქმელს ისეთ რაღაცებს ამბობდნენ, რომ ეს ყველა ადამიანამდე მიდიოდა, მიკვირდა რომ უსმენდი რადიოასხუც ელემენტებით და შეიძლება ხშირად დაჭეჭყილი ელემენტებით. ამ ხუმრობას ეხლა რო ამბობენ, ამის მერე, აი მაგალითად კაი ბიჭის დაზე ასეთ ხუმრობას რო ამბობენ, მერე გარეთ როგორ გამოდიან, აი მაგ მიფიქრია ეგ რა და ძალიან მაგრები იყვნენ და მაგათში აი თქვენს მიერ ნახსენები უხსენებელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო თავისი ამ რაღაცა არტებით, სათქმელით და ისეთებს იცახდა რომ აი არ ვიცი ძალიან გიждდებოდი ძალიან მომწონდა. იყო მე 202 ერთი პერიოდი და იქაც ძალიან ხშირად ურთიერთობდი. იქაც ძალიან ხშირად ურთიერთობდი. ირინა ოდაშვილი რომ ეგ მახსოვს ირინა ოდაშვილი და შენ? არა, მე მაშინ 202-ზე რო ვიყავი, რაღაცები გადაგვიღია იმასთან. შეიძლება დათოში ხوار გერევა გო. დათო გოგიშვილი იყო აქტიურად მაშინ აკეთებდნენ რაღაცას შმატრული ქონდათ მაშინ ციყვი და გოლა კიდევ ჩვენი გარდაცვლილი მეგობარი მაგათ ქონდათ რაღაც ერთი მაგალითად დაეწერებოდა პირობითად ნინო ბურჯანაძე და მეორეს დაეწერებოდა არ ვიცი ვიღაცა არ ვიცი მაგალითად რა ედუარდ შევარდნაძე და ერთი იყო დავით გოგიშვილი მეორე გოლა და ესენი არც პაროდიას აკეთებდა მაგრამ აი ესე საუბრობდნენ 1000 წელი იყო მოკლედ ხო და ნუ იმის მერე არ ვიცი იუმორში როგორ არის იუმორისტული რაღაცები მისი აღარ მინახავს დიდი ხანია მაგრამ რა ვიცი თავის შეცხენების ჭენებაში არის და ახლა ჩემთვის ნამდვილად აღარ არის ყველაზე მაგარი იუმორისტი რასაც აკეთებს ის კიდე ჩემთვის შალვასგან საინტერესო საერთოდ არ არის ძალიან უინტერესო გახდა სამწუხაროდ და იუმორიც დაუბლაგდა. ხუმრობებს იწერ ტელეფონში? კი, შენ წარმოიდგინე ეს ბავშვობიდან მოყოლებული, ბავშვობიდან რა, ანუ სტუდენტობიდან რაც იუმორისტობა დავიწყო, მაშინ არ იყო ტელეფონი, არ გქონდა, რომელშიც შევიწერდით რამეს და გქონდა პატარა ესეთი
ბლოკნოტები, სადაც პატარა პასტაც ყოველთვის დაგქონდა ხშირად და რაღაც ხუმრობას ეს შეიძლება ყოფილიყო ქუჩაში, სახლში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ სადღაც რაღაც აზრად მოგივიდა და დაინახავდი რაღაც სიტუაციას და ხშირად ადამიანი, ანუ აი ამას ჭირდება ნიჭი, რომ ხშირად რაღაც სიტუაცია, რაც ძალიან სახალისოა, ამის დანახვა შეძლო და მე ეს მიიტანო ადამიანებამდე. აი ეს თორე დანარჩენი წეგან რომ ვკითხე შენ თუ შეიძლება იუმორის სწავლა, არიან ადამიანები, რომლებსაც იუმორს ვერაფრით ვერ გააცინებინებს სხვა ადამიანს. არის ასეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც რაც არ უნდა ასწავლო, ამერიკაში ვარ ნამყოფი სხვათა შორის ორი ძალიან უცნაური სკოლაში წამიყვანეს სტუმრად მეგობრებმა, რომ ჩავდივარ ხოლმე, ძალიან კარგი და საინტერესო მეგობრები მყავს იქ, ერთხელ წამიყვანეს თამადების სკოლაში და მეორედ ვიყავი იუმორისტების სკოლაში. უბრალოდ რო ვენახა როგორი ამბავია და როგორ ასწავლია. თამადების სკოლა, როგორ წარმოთქვა სადგეგძელო, როგორ მართო. ამერიკაში. კი, ამერიკაში, როგორ მართო, ახლა მაგალითად ვარ ერთ-ერთ ძალიან არ კომპანიაში, სხვათა შორის თუ ავტომობილის შეძენა მოგინდება მე მეტყვი აუცილებლად და ხო, ყოველ შაბათს შეგიძლიათ ლაივში მიყუროთ, იქ ლაივ აუქციონი. ვარ აუქციონი რომ არ ვიცოდი ვისთვის მეთქვა და მაგარი რაღაც გითხრა, აუქციონის წამყვანი ვარ, რაც ჩემთვისაც სიახლეა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში პირველი ლაივ ავტო აუქციონი გააკეთა კომპანიო და ეხლა მიმყავს ეს აუქციონი და უკვე პირველი თვე, მეორე თვე, მესამე თვე და მეგობრებში ვარ და აი მეც უკვე აზარტში ვარ შესული და მიმყავს ეს აუქციონი და ხომ ყავს ამერიკაში ასევე ნანახი ავტო აუქციონის წამყვანი ტიპები, აი ესენი აი ესენი. ეს მეგონა რომ ვიღაც ერთი-ორი ტიპს თავისი სტილი აქვს და ეს უბრალოდ აი ეს მანერა. შემდეგ ამათი სკოლაც უნდა ნახო შენ, ეს რომ დგას და ასეთები რომ დგანან, მთელი კლასი და აი ამას აკეთებენ. ასეთ სკოლები ბევრია და იუმორისტების ხო, იუმორისტების ამერიკაში ამათი სკოლა. ბორატი გაქვს, კი, ამ მაგათი სკოლა კი არა, სკოლებია და აი სკოლა. სადაც აუქციონის წამყვანობას სწავლობ რა და თავზე აუცილებლად ამერიკული შლაპასი იფარებენ და ასე შემდეგ. ხო, ძალიან საინტერესო ამბავია. რაღაცა დრაივერი რო ნახე საშა ბარონ კოენის. ბორატში გახსოვს ესეთი სცენაა, სადაც მიდის იუმორისტებთან და ეკითხება იქ რომ აი ხუმრობა ეს ბიჯაკი ნაცისფერია, არც ისე მაგალითად და ამაზე დითხა, აი იქ ეკითხება როგორ აი შენს დასმულ კითხვას უსვამს იქ ჩემი აზრით მგონია რომ საშა ბარონ კოენი არის ერთ-ერთი არა ჩემი აზრით ნომერ პირველი თანამედროვეობაში იუმორისტი, რომელიც სცენარს გულისხმობ ხუმრობით აი სასწაულ ფილმებს იღებს სცენარითაც, ხუმრობითაც და თამაშითაც რა. ეხლა თამაშით და არტისტიზმით ჯიმ ფერის მაგალითად და მის რაღაცას არ შევადარებ, მაგრამ ეს აქეთ რაც შეეხება აი ხუმრობები, თემები, აი ბოლოს რო ერთ-ერთი კომედია გადაიღო ეხლა მაგალითად აი პირიქით არის შეტრიალებული კაცები, შინაგანად ქალები არიან, კაცები და აი ამაზე აქ ამ ერთ ხუმრობაზე მე ვერ წარმოვიდგენდი რომ მთელი ფილმი შეიძლება ააგო. ხო, აი მაგალითად ქალები რო უსტვენენ კაცებს, ბეიბი ეძახიან და ესენი აქ ამოტრიალებული, აი ყველა ის ვაში, აი ყველა ნაცნობი ჩვენთვის ქალკაცური რაღაც ამბავი აქვს პირიქით გაკეთებული და შეიძლება აი იუმორისტი ნებისმიერი ალბათ თავიდან რო დაჯდა იყვი რომ ოკეი ეს ფილმში ერთ კარგ სცენადან ხუმრობადან პატარა იდეად გამოდგება, მაგრამ მთელი ფილმი ეს რო იყოს აი როგორ უნდა გამოვიდეს და მაგალითად ამ მაგარი ტიპი არის. აუ მე რა მემართება იცი შენ ვიდეოზე. მე მგონია შეუძლია ადამიანს, ვისაც აქვს ამის სურვილი, ვისაც აქვს თვითონ იმის სურვილი ადამიანები გააცინოს, მაშინ აბსოლუტურად ყველა შეძლებს რაღაც დონეზე ისწავლოს როგორ გააცინოს ადამიანები, მაგრამ თუ შინაგანად ადამიანში ეს არ დევს, არც გაუჩნდება სურვილი, რომ სკოლაში ან სადმე ვინმესთან იაროს და ხუმრობა ისწავლოს. მე სხვადასხვა აი ხა ვიკიდებ ფეხს ამ stand-up ამბავში. და ერთს გეტყვით რომ წეგან რომ საუბრობდით რომ მართლა ძალიან დიდი ფობია მაქვს რომ რაღაცას ვიტყვი ხუმრობას და ხალხს არ გაეცინებ რა ზეგით სახელით რომ გიყურება და ბოლო stand-up-ი რო იყო შენ და ილო იყავით ჩემს გვერდით როგორ მომხნევებდით ღმერთს სხვათა შორის ძალიან გვაცინე ყველა რა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გამორჩეული გამომსვლელი იყავი რა კაია არა გვაცინე ძალიან თან იცი მე მგონი სად იყავი ესე კარგად რატო იყავი სულ ყველა შენები ყავდნენ წინ და რასაც ხუმრობდი აბსოლუტურად ყველასთვის გასაგები იყო თან გაფრთხილებული მყავდა ძალით იცინეთ მართლა მაგას ვამბობდი მაგას იქ რამდენჯერ მეთქვი რომ ესენი ძალით იცინეთ და ეგ ხუმრობის ნაწილი მეგონა ესე იგი? არა, კაცო, დავაკლავდი იქით. 2 დღე ველაპარაკებდი. ისინიც უკან, მამებიც? ყველანი, ანუ რა ვთქვით, რომ უკან წადეთ, ვისაც არ ჩემი პატივისცემა სხვათა შორის მათ. ხო. უკან წადეთ, ვისაც არ გეცინებოთ მეთქი რა და წინ გადმოდეთ, აი ვის უნდა იცინოთ, ძალით იცინოთ, ან თქვენით იცინოთ, მოკლედ იცინოთ. ესენი დარბაზში განაწილებული ყავდა იმის მიხედვით. განაწილებული ყავს, სულ დადგმული იყო, ჩაწყობილი იყო.
ხო. და ის სახში ოჯახში მეგობრებთან თუ ამოწმებ ხოლმე ხუმრობებს, აი და ყველაზე სასტიკი შემფასებელი ვინ არის? სასტიკი არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ჩემი გოგო, ჩემი ცოლი არის ერთ-ერთი ძალიან კარგი იუმორის მქონე ადამიანი, აღმქმელიც, თან ესე არა შინაურულად იმაზე ქმრის ხუმრობებზე რო იცინი, მაშინ ვერ იქნებოდა ობიექტური. ჩემი აზრით ერთ-ერთი ეგ არის, კიდევ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც არაჩვეულებრივი იუმორის გზნობა აქვს, სასწაული იუმორის არ გინახავთ არც ერთი, არც ეთერში, არც გადაცემაში, არც სკეჩში, მაგრამ აი ხუმრობენ ადამიანები და ისეთ ხუმრობებს ამბობენ, აი, რავი, ჩვენ რომ ჩდებით და წერთ ხოლმე რამდენიმე ადამიანი ერთად იუმორისტები, ბევრისთვის ასეთი მეგობრები მყავს, აი, მათთვის ეს არის ჩვეულებრივი, ანუ ადამიანს როდესაც აქ წეგარაზეც კითხულობდი შენ იუმორის გზნობა, ასე რომ გადამოწმება პრინციპში არც ხო, რავი, შენ ბევრ ადგილას შემიძლია თუ რაიმე ხუმრობა მოვივა. და ამას აკეთებ ხოლმე. მაგრამ არა, იმიტომ რომ ძირითადად უკვე ამდენი წელი რო არის იუმორში რო ვარ, ხუმრობას ნებისმიერს რომ მოვიფიქრებ, როგორც წესი, მე თვითონ ხვდები ის ვისთვის შეიძლება იყოს სასაცილო, ვისთვის შეიძლება არ იყოს სასაცილო, რომელ სივრცეში შეიძლება იყოს სასაცილო, რომელში არ იყოს, რა დროს შეიძლება იყოს და რა დროს არ იყოს და ეს ყველაფერი ხუმრობას ესაბამება. ისაც სასაცილო იყო შარშან, დღეს შეიძლება საერთოდ არ იყოს სასაცილო. და ყველაფერზე ხუმრობა მოსულა? თუ რამე ციხალ ყველაფერზე ხუმრობა მოსულა, თუ ეს არ აზიანებს არავის, თუ ეს არც ერთ ადამიანს არ აზიანებს, არც ერთ ადამიანს გულისხმობ არ აზიანებს, ანუ არ შეიძლება, მე მაგალითად ძალიან ბევრჯერ არ მიხუმრია და არ მithქვამს ისეთი ხუმრობა, რომელი ადამიანიც მაგალითად ანუ გასაშარჟებელი იყო მისი ანუ პიროვნულად ხუმრობა არ პიროვნულად ხუმრობა არ მიზიდავს დიდად, მაგრამ ამ პიროვნებას თუ რაღაც სტატუსი აქვს და ამ თავისი სტატუსით რაღაცას ჩაიდენს ისეც რაც გაძლევს საშუალებას რომ შენ იმის ჩაძენილ საქციელზე იხუმრო, ეს ოკეია, მაგრამ აი მაგალითად ეხლა არასდროს არ მომწონდა ხუმრობა რომ აი არ ვიცი საერთოდ იმ კაცს არ ვიცნობ, არც არასდროს არ ვიცნობდი და არც დიდად სიმპათიებით ვარ მის მიმართ გაჭრილი, მაგრამ ერთი პერიოდი ძალიან აგორებული იყო ხუმრობა, რომ ნოღაიდელი ვირია და ამაზე ცუდად ხვდებოდი რა, რომ აი ვერ ვიგებდი რა, აი ერთხელ შეიძლება რაღაცაზე იხუმრო და შეადარო, მაგრამ აი ვიღაცა როს ვირია, აი ესეთი ტიპის იუმორი არ მოწონს და ხუმრობა არ შეიძლება იმაზე რითაც ვიღაცას გულს ატკენ უსამართლოდ და თუ სამართლიანად გულს ატკენ, ესე იგი ხუმრობაც ძალიან კარგად გითხოვს. ანუ პაროდიებიც არ გიყვარს დიდად. პაროდიებიც როგორ არ მიყვარს, პაროდიასაც აქვს ძალიან დიდი მიმართულება. შეიძლება გააკეთო უნიჭო პაროდია, შეიძლება გააკეთო ნიჭიერი პაროდია, შეიძლება გააკეთო ნიჭიერი პაროდია, სწორი პაროდია და შეიძლება გააკეთო ნიჭიერი პაროდია, არასწორი პაროდია და არასწორად გააშარჟო ადამიანი, ეს იდიოტობა არის, მაგრამ პაროდიას ადამიანის რო აკეთებ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჯიმ კერის პაროდიები, ვიღაც ჯეკ ნიკოლსონის პაროდიას რო გააკეთებს და კლინტ ისტვუდს და ის როგორ შეიძლება უხარისხო ან ცუდი იყოს, ან შეურაცხყოფელი იყოს, ან როგორ ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ მისი გაკეთებული რომელიმე პაროდია ან ჰოლივუდის ვარსკვლავებს რო პაროდიას აკეთებს, ვინმეს იქ არ სიამოვნებს, აბსოლუტურად ყველა სიამოვნებს, პირიქით ყველა რიგში დგას, რომ მე იმის პაროდიას გააკეთოს, მაგალითისთვის. ჩემი სიყვარული. ხო, თუმცა ასე პაროდიები მაინც და მაინც ჩემი ძლიერი ძალა არის მიმდინარეობა მაინც და მაინც მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანის პაროდია გამიკეთებია და პაროდიას ამ დროს არ ვაკეთებ ან ვიზუალით ან რაღაცით პაროდიას ვაკეთებ ზუსტად იმ შინაარსზე, რაზეც მოგინდა ხუმრობა. მაგალითად ერთ-ერთი ეხლა რაც გამახსენდა იყო მეგრელი ქალი, რომელსაც ნინო მოიპარა ეს ფული, რამ წაიღო, იმიტომ რომ ისე გაპოპულარულდა ეს ქალი. მისი ხასიათის პაროდია გავაკეთე მე და დანარჩენი ეხლა ის მიკით რომ რაღაც მაინც და მაინც ემსგავსები, ამას დიდად არ მაქვს, მაგრამ გააკეთე, როგორ აკეთე? კიდევ იყო გვარამიამ რომ ბეიჯი დაახია ის ქალი და ისიც ძალიან შემიყვარდა. ისიც ძალიან შემიყვარდა ის ქალი. თავს რო იკრავდა, ხო? დამახია და აი ეგთან უნდა იცნოდე ესეთ. მე ვარ იმერეთში გაზრდილი ულამაზეს უსაყვარლეს მხარეში, ლამაზ ქალაქში ზესტაფონში, იქვე ულამაზესი ზესტაფონის გარშემო სოფლები, საზანო და ასე შემდეგ და შემთვის ეს ფსიქოტიპები, იმერული როლში შესვლები, იმერული გაპრანჭვები, ყველაფერი გიტარაზე ბანტი იქნება თუ მასპინძლის გადაჭარბებით გაცილება რომ აღარ წახვიდე კიდე დარჩი ერთი თვე, სულ სამი თვით დარჩი და მეც აღარ ამატებ კიდე ერთი თვე. ესე ნაცნობია და ანუ ეს ქალებიც უკვე იქ მე ცოტა უკვე თავისი მეგრული ამბით ვიღაც შეიძლება თავის ცოტა იმერული და გურული, ამით ჩემთვის ნაცნობები იყვნენ. და ამათი ხუმრობა რომ აი ბოლოს კულმინაციამდე უნდა მიიყვანო ეს შენ გაბრაზებო და რომ არ ყვდები, ახლა არ ყვდები, კი თქვი რაც სათქმელი იყო, მაგრამ აი აქ უნდა მოიკლა თავი. აი აბსოლუტი დრამა უნდა მისცე რომ უკვე ანუ სათქმელი ხო თქვი? რა თქმა ეს ხო გაგაოცე, ეს რა საშინელება მოხდა და კიდე ესე მიყურებ, ეხლა მოვკვდები. და მე შენ უფრო ვაიმე რა ხდება ეს საკონტროლო გასროლაა თავის მომკვდარუნება და ხო მოკლედ ბებიაც მინახავს მაგალითად გაბრაზებული ბებია როდესაც რაღაცას აკითხზე მაგალითად ან ჩემს მამას ან ბიძას რაღაცაზე ესაუბრებოდა და რაღაცა მაგალითად ბავშვობაში მახსოვს რაღაცით უკმაყოფილო იქნებოდა არ იყო ქალი რომელიც ის ტარიკებს აწყობდა და თავს მოიმკვდარუნებდა
ანერვიულდებოდა და ძალიან საყვარელი იყო მაგ დროს, ძალიან საყვარელი და ის ქალიც ასე ჩემთვის ძალიან საყვარელი იყო პაროდიას რო ვაკეთებდი. არავის პაროდია ჩემს სიცოცხლეში არ გამიკეთებია იმისთვის რომ ის ვინმე ან დამემცირებინა, ან პიროვნულად რამე მოკლედ ზიანი მიმეყენებინა. არასოდეს თუ ასე გამომივიდა ყველას ბოდიშუხტი, მაგრამ ჯერ არავის არ უთხოვს რომ ამი ასე გახსენდება ხუმრობა რომლის გამოც დღეს გწხვენია. არა, არ ვიცი. არის, მართლა არ ვიცი, ამას წინათ კითხა ვიღაცამ, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ბევრ ხუმრობას გადავხედო და სასაცილო არ იყოს, მაგრამ მრცხვენია. შეიძლება იყოს ესეთებიც რაღაცები, იმიტომ რომ მაგალითად ეხლა წარმოიდგინე 25 წელზე მეტია გასული კი არა და თითქმის 30 წელი გავა მალე იმის მერე რაც მე ვხუმრობ და რაც სულ პირველად შეიძლება იყოს ვიყავი როდესაც ალეკო მალხაზიშვილმა და გოჩა თანდარაშვილმა მაშინ მოიფიქრეს რაღაც იუმორისტული პატარა ვიდეო იყო რომელიც თან ხუმრობა იყო თან რაღაც სარეკლამო შინაარსს ატარებდა და ორ ნასვამ ადამიანზე იყო და პირველად გამოვჩდი მაშინ ასე ვთქვათ კამერის წინ და მაშინ დავდექი როგორც იუმორისტი ხო და ამის მერე მოკლედ პირველ ამ გამეცაცხენები რაზე იყო ეს კითხვა? რამე გაქვს თუ არა ხუმრობა რომ პირველი დიახ მადლობთ დავიბრუნდნენ ცხენები მადლობა პირველი ესე და ხუმრობა დროთა განმავლობაში იმდენი რაღაც მიხუმრია აი მაგალითად იყო რაღაც თემები იყო რაღაც სიტყვები იყო რაღაც ტერმინები რაც ნორმალიზებული იყო 20 წლის წინ 25 წლის წინ შეიძლება ისეთი სიტყვა და ტერმინი გეთქვა და გეხუმრა რომელსაც დღეს ჩვენ აღარ ვიყენებთ და მაგ სიტყვას აღარ ვიტყვი მაგრამ იმის არ მწხვენია საერთოდ იმიტომ რომ მაშინ რასაც ხუმრობდი არ იყო არანორმალური არ იყო საიდანღაც ამოვარდნილი და არ მახსენდება არც ერთი ხუმრობა რომლისაც მწხვენია მაქსიმუმ რომელიმე შეიძლება აღარ იყოს სასაცილო თორე ეგეთი ხუმრობა არ მახსენდება რომელიც მწხვენია თუმცა ეგეთი ალბათ იქნება რაღაცა რომ არ მესიამოვნოს რომ ეს რა მიხუმრია დაუშვებ რომ იქნება იმიტომ რომ შეიძლება წარუმატებელი ხუმრობები უფრო რამდენი წინა იმდენი იქნებოდა მაგრამ აი ხუმრობა რომელიც სუდად არ მეთქვა არ მახსენდება ესეთი რა ალბათ ეგეთი ხუმრობა იქნებოდა თუ ვინმეს უნებლიეთ ან ნებით მივაყენებ ვინმე შეურაცხყოფა და რაზე იცინიან ქართველები ყველაზე მეტად ქართველები ყველაზე მეტად იცინიან აი ქართველისთვის გასაგებ არა ესე აქამდენ უდავიყვანთ ფლად ქართველებს არ შეიძლება ჭიჭიკია და ბიჭიკია მიუხედავად იმისა რომ ძალიან პოპულარულია ჩვენ ქვეყანაში ანეკდოტები მიხოდა მარუები გადაბრუნდი მარო უნდა იმას გიქნაო აო და რაღაცა ეს ახლა არის და ისე ჭიჭიკია ეს რა თქმა უნდა კუთხური იუმორი რაღაცა ფოლკლორი არის ეს უფრო შეიძლება ვთქვათ მაგრამ ჩემი ჟანრი არ არის კარგი ანეკდოტების მოსმენა მიყვარს კარგი ანეკდოტი ჩემთვის არის კარგი ხუმრობა და არა კლასიკურ ფორმაზე აწყობილი სამჯერ თუ შეიგინები რომ უფრო სასაცილო ხდება ამით არ მეცინება მაგრამ ქართული იუმორი ეგ ნამდვილად არ არის ეგ არის რაღაც ბევრგან პოპულარული რაღაც დროს შეიძლება ვიღაცამაც ამაზე გავიცინოთ ხოლმე და ოკეი მაგრამ ქართულს ბევრად უფრო მაგარი იუმორი აქვს დააკვირდი ნებისმიერ შეკრებაზე სადაც ხუმრობა და არ გულისხმობს სადაც ისეთი შეკრება არ აქვს სასაცილოდ არავის თავი არ აქვს სიცილის და ხუმრობის და ეგეც არის ძალიან დიდი ჭეშმარიტება რომ ქართველების დიდი ხნის განმავლობაში სულ იუმორი ბევრ რამეში კიდევაც ეხმარებოდა შეიძლება ბევრ რამეში ხელსაც გვიშლიდა და ისეთ რაღაცებზე ვიცინოდით საერთოდ ხმალი რომ დააგვიყო ხელში ასე რომ სულ ხუმრობაც არ შეიძლება რაღაცეებს დროს უნდა გამორთო ხუმრობა და სერიოზულად უნდა შეხედო აუცილებლად საკითხს ხშირად ასევე იუმორისტი რატომღაც წარმოუდგენიათ რომ არასერიოზული ადამიანი უნდა იყოს თელი ცხოვრება უნდა დადიოდეს და აი სადაც დადის სულ უნდა თვითონაც უნდა იცინოდეს და ყველას უნდა აცინებდეს ნუ რა თქმა უნდა ესე არ არის ხო და ანეკდოტები ეს ჩვენი ქართული ამბავია მაგრამ ქართველები ჩვენ ყველა ქართველები არ ვიცინით ხოლოდ ჭიჭიკია და ბიჭიკიაზე ხოლოდ მიხოდა მაროზე იმიტომ რომ თუნდაც ჩვენ ჩემი მეგობრები და ჩვენ წლების განმავლობაშიაც ხუმრობდით ეს ბევრი აღებული იყო იმ ქართული სიტუაციებიდან სოციალური იუმორიდან რასაც ქართველები აი მე უცბად მე მაქვს ძალიან კარგი ნიჭი იმის რომ რაღაცა დავინახო და ამან უბრალოდ არ ჩაიაროს ამ ნათქვამა და ამისთვის მადლობა სამყაროს ხო თორე ჩემს გარშემო იმდენს ხუმრ აი არც ერთი ჩემი ისტორია რომელიც მოყოლილი მაქვს სადმე ან ეთერში ან სადმე რომელიმე ისტორია რომელიც ძალიან ბევრს იცინიან ხოლმე უყვართ მაყურებლებს და მახსენებენ ხშირად ჩემს ისტორიებს არც ერთი ისტორია არ არის არათუ მოგონილი არაფერი გადაკეთებული და გადალამაზებული არ არის. უბრალოდ რაღაც რო ხდება, თუ ამას სწორად დაინახავ და შეიგრძნობ, ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან ბევრჯერ ხშირად გვიცინია, ძალიან ბევრ სიტუაციაში გვიცინია, ძალიან ბევრ გვერდით ვჯდომს მაგარი ხუმრობა უთქვამს და მე თუ ნიჭი არ გაქვს, შეიძლება ეს უბრალოდ სხვამდე ვეღარ მიიტანო შენ. მე აღმოჩნდა ისე რომ აღმომაჩნდა ამის ნიჭი რომ ეს რაღაც ავიღო, დავაგროვო, მე იქან ფურცელში ჩავიწერო, ან ტვიჩ დავიმახსოვრო და მე მოუყვე ეს ისე რომ სხვებამდეც მივიტანო. რა არის მაშინ იუმორინა და რატომ იყო ამდენი წელი პოპულარული ეს იუმორინა ძალიან არასასაცილო პროექტი? შენთვის არასასაცილო და ჩემთვის არასასაცილო ხო არ ნიშნავს. ეთყობა მე ხალხს ეცინება ასე. ეთყობა კი არა, ფაქტია რომ ადამიანებს ამაზეც ძალიან ეცინებათ. მე უბრალოდ იმას გეუბნები რომ ქართველების იუმორი არ არის მარტო ეს იუმორი, რაზეც
თქვენ ახლა საუბრობთ რომ ქართველებს ამაზე მაგრად ეცინებათ ეხლა არ არის ესე ქართული იუმორი ძალიან მრავალფეროვანი არის ძალიან მრავალფეროვანი იუმორი ცოტათი ხო მოკლედ აღარ ვთქვათ ეხლა რა რომელი ნაკლებია რომელი მეტი ფორმებით მაგრამ არ არის ესე რა ადამიანს თუ რაღაცაზე ეცინება ეს მისთვის სასაცილოა და მურჩა შეიძლება ჩემთვის არ იყოს სასაცილო და ამიტომაც რა ვიცი მაგრამ მაინც რა ფენომენია ეს იუმორი და საინტერესოა იმ ადამიანებს იმ იუმორისტებს მაგრამ ეხლა ჩემთვისაც არ არის მაინც და მაინც ის იუმორი ესეთი რომელსაც წავალ რიგში ვეცავიღებ ის ჩავდი მაგრამ ადამიანები 1000-ობით ადამიანი 10000-ობით ადამიანი დადიოდა მაგ ხო თუნდაც დღესაც ბევრი ელოდება და ეხლა მე პირადად ჩემს გეუბნები ჩემთვის არ არის ეს საუკეთესო იუმორი, თუმცა იქ ბევრი ძალიან კარგი ნომერიც ქონია. არასდროს არ ყოფილ ხარ იუმორინაზე, მაყურებელთა რიგში. არ ყოფილ ვარ, არასდროს პატივისცემა ჩემი. არა, არ სცენაზე არ ყოფილ ვარ. არასდროს. არც მაყურებელთა რიგში? არ ყოფილ ვარ, ესე მოუწია, ეხლა მაგ დროს ჩემი კონცერტები მქონდა ხოლმე, იმათი კონცერტების პარალელურად ჩვენი იყო. ეხლა მანდაც შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანს ჩემ თქვენ ერთად გქონდათ ხოლმე რაღაცა. იყო ეგ პერიოდიც კი, რომ იმათი კონცერტებიც იყო, მე იმათ დასრულდებოდა, ჩვენი იწყებოდა, ან ჩვენი დასრულდებოდა, იმათ იწყებოდა და ასე შემდეგ რა და. და კომედის შოუს უყურებ დღეს და რა შეიცვალა? დღეს არ ვიცი, ეს პირდაპირ რო გითხრა, ჩემს მეგობრებს ყველას პატივისცემა, ვინც რამე იუმორისტულს აკეთებს, მაგრამ სატელევიზიო სატელევიზიო რაღაცებს ყურადღებას ვეღარ ვაქცევ. კაი, ეხლა რა მითხარი შენ იცი? რატომ აქვს აი ამ რადიო 105-ის, 202-ის, 90-იანი წლების 2000-იანების დასაწყისის ნოსტალგია. ძალიან ხშირად გამიგია, რომ თითქოს მაშინ უფრო ხარისხიანი იყო იუმორი. აუ ერთი მახსოვს რა იცი რადიოში დილა მე და ჩემი და ვიღვიძებდეთ ასე იწყებოდა ჩვენი დილა. და რა კარგი იყო ეს რადიო 105-ის ხუმრობები. და ხშირად ამბობენ რა კარგი იყო ის დრო. და ეხლა ობიექტურად რო ვილაპარაკოთ, რანაირად იყო კარგი. ეს უბრალოდ თუ დააკვირდები ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ასაკის, უფროსი თაობის, კიდევ უფროსი თაობის, ჩვენი თაობის, ჩვენ ვართ ადამიანები, რომელიც 90-იან წელზე ხშირად რო გავიხსენებთ, რომანტიკით, აი ხო ომი იყო, ხო დენი არ იყო, ხო საჭმელი არ იყო, მაგრამ მაინც რა კარგი დრო, იმიტომ იყო რომ ეს ჩვენი ცხოვრების დრო იყო და ადამიანს უნდა რომ მისი ცხოვრების დრო ყოველთვის აღიქმებოდეს კარგ დროს და არანაირად ცუდ დროს. როგორ შეიძლება კარგი ყოფილიყო, უბედური დრო იყო, ვერ სწავლობდით, ვერ ჭამდით, ექიმთან ვერ მივდიოდით, მილიცია დარბოდა ქუჩაში, თვითონ მშიერი იყო და რაღაც ხურდებს ართმევდა ხალხს. ჯაზანგე, ჩიჩილა, რასაც აკეთებდნენ. არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენთვის ახალგაზრდობის და კარგი დრო იყო, რასაც აკეთებდნენ, ჩემი აზრით, დღემდე მოყოლებული რაც ჩემი თვალსაჩინო წდება ქართულ იუმორს, ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი გუნდი იყო, რომლებიც ხარისხიან იუმორს ქმნიდნენ და ამ ხარისხიან იუმორზე ჩემი ასაკის ძალიან ბევრი ადამიანი არის გაზრდილი, ასე შეიძლება ვთქვა. და რატო ვითარდება სტენდაპი საქართველოში თითქოს ნელი ტემპით, როგორ ფიქრობ? პატარა ბაზრის გამო, ცოტა ფულის გამო. ცოტა ფულს ახლა თავი დავანებოთ ამ შემთხვევაში და გეტყვი რატო. ნაკლებობის გამო. თუ გახსოვს ჩვენ მქონდა ერთი ესეთი შოუ, რომელსაც ერქვა კლაბ შოუ. ქართული პირველი, ანუ სკეჩ შოუების, მერე დავამატეთ კლაბ შოუ, ამას ვიგებდით ქალაქური იყო ესეთი რესტორანი და იქ ვაკეთე. ხო, მე ვიყავი ამას ნიკა ლომიძე იყო წამყვანი, მე ვიყავი წამყვანი და ეს იყო ეგეთი ტიპის იუმორისტული შოუ ჩვენი ძალიან ბევრი იუმორისტული შოუ გადაცემებიდან რაც გვიკეთებია, რომელიც ყველაზე ახლოს იყო სტენდაპთან. ანუ მაშინ სცენაზე გამოდიოდი, სცენაზე ხუმრობდი, იყო ან მინიატიურები, ან რაღაც პატარა მონოლოგები ვით, ან რაღაც დუეტები და ეს იყო ყველაზე ახლოს სტენდაპთან მდგომი იუმორისტული პროექტი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, რომელიც არ იყო არც ღამის შოუს ფორმატი, არც სკეჩ შოუ არ იყო, არც ფარული კამერა, არც ქუჩაში რაღაც სხვა გადაღებები და იყო ესეთი რაღაც გალამაზებული და დაავარცხნილი სტენდაპი, აი პირველი ჩვენი არ ვიცი, იქამდე ბევრს ქონია ალბათ სტენდაპის ტიპის იუმორი, მაგალითად ახლა იუმორი ახსენე, იქაც ერთს ქონია სტენდაპი, მაგრამ ჩვენთვის ეს იყო პირველი. სხვათა შორის, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და საყვარელი შოუ იყო საკეთებლად, მაგრამ რატომღაც მაყურებლისთვის ბევრად უფრო პოპულარული იყო თუნდაც ის სკეჩ შოუები, რასაც ვაკეთებდით სკეჩები, ღამის შოუ და რაღაცნაირად იმდენად თავისუფალი არ იყო სტუმარიც, რომელიც იჯდა ხოლმე, მას სტუმრები, რომლებიც იჯდნენ, მაშინ ჩვენ მაგ შოუზე სტუმრის როლშიც და ყველაზე ვერ ვიტყვი ამას რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესწილად, 90% მაინც იყო დაძაბული, გვიწევდა წინასწარ ამ ხუმრობების შეთანხმება მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიცოდა, რომ ჩვენი არ ვეხუმრებოდით ვინმეს ისე, რომელიც მე ადგებოდა და იტყოდა ეს როგორ მაკადრეთ, ეს არ ყოფილა ჩვენ შემთხვევაში, რა ხუმრობა ცუდიც რო გამოსულიყო და ვინმეს დისკომფორტი ქონოდა, გეტყვის ადამიანი და უბრალოდ გაითვალისწინებდა, ამას არ გააკეთებ, მაგრამ იყვნენ მაინც უფრო კარგად მახსენდება ეგ და ხშირად რო ვაკვირდებოდით ჩვენს მაგ პროექტს, არ ვიცი, ამ სტენდაპის რაღაცას ქონდა
ქართული იუმორთან არ ვიცი რატო. ეტყობა ქართველებს უფრო გვიყვარს მოქმედება, უფრო გვიყვარს როლში შესვლა, უფრო გვიყვარს ხო რაღაცნაირად გადმოცემა, აი როლურად გადმოცემა. აი ცოტა ეს აკადემიურად, თუმცა მე ვერ ვიტყვი რომ არ ყავს საქართველოში სტენდაპს მაყურებელი, ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს. მე დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში კიდევ უფრო პოპულარული გახდება. სტენდაპერებს უწევთ ზუსტად მაგ რაღაცის აი დამარცხება, ეხლა რაზეც მე ვლაპარაკობ და რასაც ბევრი წლები ჩვენ ვაკეთებდით და სწორად მინდა რომ გამიყო. ანუ სტენდაპერს უწევთ იმის დამარცხება, რომ გაცინება შეიძლება უბრალოდ ხუმრობის მოსმენითაც და არა ამის გაარტისტულებით მაგალითად. აი ხუმრობა შეიძლება გითხრა სტენდაპერმა სცენიდან ისე რომ არ ჩაიცვა სპეციალური კოსტიუმი მაგალითად სიტყვაზე კოსმონავტზე ხუმრობს. კოსმონავტზე უნდა გეხუმროს ის თავისი მიკროფონით ისე რომ ამისთვის იქ ვერ გამოიცვლის და ქართული მაყურებელი კიდე მიჩვეულია ძალიან რომ აი შენ ისე უნდა ეხუმრო რომ და კოსმონავტი უნდა გახდე იმ დროს დედა მამა კოსმონავტი ვარ და ეცე მე რაღაცნაირად გააცინე უფრო მიჩვეული არის ასე ადამიანები მაგრამ ეს მე ვფიქრობ რომ ცოტა უჭირდა სტენდაპს აქ აი რაც შენ კითხე რატო უჭირს ფეხს მოგიდა და ეხლა მე მგონი უფრო დიდი პროგრესი აქვს თუნდაც ჩემი პატივისცემა ყველას ვინც მაგ იუმორში არის ძალიან მომწონს როგორც ხუმრობენ და სტენდაპის იუმორს ჭირდება მეტი სითამამე როცა სცენაზე დგახარ და ეს ეთყობათ ქართულ სტენდაპერებს ბევრს ეთყობა ბევრს აკლია და მე შესაბამისად თავის შედეგს იღებს ალბათ მაგრამ ბევრს ძალიან ეთყობა აი სცენაზე როცა სტენდაპერი დგას ძალიან თამამი უნდა იყოს და ესაუბროს მაყურებელს ისე რომ აი ის ხუმრობა, რასაც ახლა მე თქვენ გიზიარებთ და გეუბნებით, ეს არის ძალიან კარგი, ძალიან ხარისხი, ცოტა ამბიციური უნდა იყოს უფრო სტენდაპის დროს, ვიდრე ნებისმიერ სხვა იუმორში. ეს ჩემი აზრია თუმცა. ძალიან დიდი მადლობა და ახლა მინდა როგორც სტენდაპერისგან. კომიკოს შეუძლია იყოს აპოლიტიკური? იცი რა არ არის შენი საქმე ეს პოლიტიკა იხუმრე. იცი რა არის მე ვიყავი მთელი ცხოვრება ეხლა გაგიმხელ კიდე ერთ საიდუმლოს რომელიც არავის არ ცოდნია ხო მაგალითად ეს რომ ცოდნოდათ ალბათ რა ხელფასსაც მიხდიდნენ რუსთავიაში იმასაც არ გადამიხდიდნენ 7 წლის განმავლობაში მე მაგალითად სახლში საერთოდ არ მქონდა ტელევიზორი საერთოდ ანუ არ უყურებდი ხო არის რაღაც არ უყურებ აი ვეღარ უყურებ ამ ქართულ არხებს არ მქონდა ეს რა სამი ტელევიზორი ბავშვობიდან მიყვარდა ტელევიზორი მეც ადინეობდი და ისევ თან უყურებდი თან სწავლობდი სახლში მქონდა სამი ტელევიზორი და სამივე გავდგი ერთ პერიოდში რომ გადავწყვიტე რომ აი აღარაფერი აღარ მინდა რომ მქონდეს ანუ აპოლიტიკური ხშირად ამ ტერმინს რომ ამბობთ ხო ადამიანებს გონია რომ არაფერი არ უნდა იცოდე ანუ აპოლიტიკურობა უნდა ნიშნავდეს რომ წარმოდგენ რა პოლიტიკა რა ხდება რაში აპოლიტიკური ჩემი გაგებით ნიშნავს ადამიანს რომელიც აქტიურად პოლიტიკით არ არის დაინტერესებული აქტიურად არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში მაგრამ წარმოუდგენელია რომ ადამიანმა არ იცოდეს თავის ქვეყანაში ელემენტარული პოლიტიკური ინფორმაცია რაც უბრალოდ რიგითმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ანუ ასეთი აპოლიტიკური ადამიანი მე მგონი არის სხვაგან გასული ან ასე შემდეგ მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში სადაც ჩვენ ცხოვრობთ ამ პატარა ქვეყანაში კიდევ დაპატარავებულში კიდევ ქართველებით შემცირებულში ხო და მით უმეტეს რა პოლიტიკური ფუთფუთი და დუღილიც გვაქვს რაც საჭოთა კავშირით დაიშალა და არ ვიცი კიდე ამდენი ხანი გვიწერია გაზრდა ასე ვთქვათ ამ ფუთფუთს გულისხმობთ თორე დანარჩენი გაზრდლები ვართ და ამდენი საუკუნის ერი ვართ არაფრის გაზრდა არ ვჭირდება მაგრამ გულისხმობ პოლიტიკურად ამ ჩვენ ამბავში ისეთი ფუთფუთი მიდის ჩვენს ქვეყანაში და ზოგჯერ ყველა არ ვიცი ყველა ქუჩაში გასვლაზე ყველა აქციაზე თან ჩემთვის არის ხოლმე რაღაცნაირად რა ვიცი როგორ გითხრა რა თან ჩემთვის ისიც არის დაკვირვება ერთგვარი როგორ ვართ როგორ გავიზარდეთ როგორ არ გავიზარდეთ და გონია რომ ამ ქვეყანაში აი მართლა მგონია რომ რას უნდა აკეთებდე დღეს რომ რაღაც შენი აზრი არ გაგა იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანა რომ მიდიოდეს აპოლიტიკურად ვითარდებოდეს და დიდი დოზით არ გქონდეს თავს მოხვეული პოლიტიკა და ამ ქვეყანაში ადამიანებს შეეძლოთ თავის საქმის კეთება პოლიტიკაში ჩარევასაც არ გულისხმობ რა პოლიტიკისგან შორს გეჭიროს თავი და ისე აკეთო ამას ახერხებენ ერთეულები მაგრამ არ ვიცი ხა ძალიან აქტიურია ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური ამბებით პოლიტიკური მოვლენებით აი ესე იცვლება რაღაცეები ახლა ამ ბოლო პერიოდში აღარაფერიც არ იცვლება და ამის შესაძლებლად გამოვდივართ მთელი ქვეყანა გარეთ რომ იქნებ შეიცვალოს და რა თქმა უნდა უკეთესად ვიყოთ ხო და არ ვიცი ამას თავი როგორ უნდა აარიდო მით უმეტეს თუ ხარ იუმორისტი მე რო გითხარი წეგან სახში ტელევიზორი არ მქონდაო აი ეს კარგი კი რა მაგარი ტიპია აი ძალიან ცუდია როდესაც შენ იუმორისტი ხარ და როდესაც პულსზე უნდა გედოს ხელი საზოგადოება რა ხდება ვინ ამბობს ვინ რა თქვა მოკლედ ჩემი აზრით ძალიან ძნელი არის ამ ქვეყანაში რამე პროცესში იყო ჩართული ავე ან ეკონომიკურად ან საგანმანათლებლოდ ან სამედიცინოდ ან იუმორისტულად ან პოლიციურად ან ქურდულად და არაფრით არ გეხებოდეს პოლიტიკა
და საერთოდ რამდენად უსაფრთხოა იუმორი საქართველოში და თუ ქონია ეგ მომენტი, რომ ახლა ამაზე არ ვიხუმრებ, აი შარია. მე წეგან როგორც გითხარი, ჯერ მე თვითონ მაქვს შინაგანად, რაზე უნდა ვიხუმრო და რაზე არ უნდა ვიხუმრო. მე ხო ხვდები რას გულისხმობ? მითხარი პირდაპირ, თუ გულისხმობ ისეთ ვინმე მაგალითად სამთავრობო შენ რო ახლა ბოლოს რო სკეჩი ჩაწერე რა, ვგიჟდები. ეხლა მინდა რომ აი აქ ჩავსვამთ, რომ ჩავსვი რაზე მეუბნებია. აი ესე რომ მოდიხარ ჩანთით და კაბით. ორი დღეა რაც ჩამევედი ევროპაში და უკვე რას დამამსგავს ეს ამგენის დედამი, ან სიმონ ამგენი. ევროპა. ნუ შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს რაღაცა, მე 1000 ხის თავიანია, ჩემს სიცოცხლეში რას დაგვრცინის ეს ძობიჭებს. ჩემს სიცოცხლეში არ შემხვედრია ადამიანი, შეიძლება ვიღაცას უთქვამს, უკითხავთ, ზოგჯერ უკითხავთ, რომ იმერელებზეო, რო ხუმრობო, როგორ ჩადიხარ შენს ქალაქშიო და ანუ ხო უნდა წარმოიდგინო ახლა როგორ შეიძლება მე ვიხუმრო და სახელებით და გვარებით ვასახელებ ხშირად ზოგი ჩემს მეზობლის სახელს და გვარს ვიყენებ ზოგი ნაცნობის და ამას ხშირად ვასახელებ არავის თავარი არის შენ იუმორის იმერელზე გააკეთებ კახელზე გააკეთებ თუ სვანზე გააკეთებ ეს არ იყოს შეურაცხმყოფელი და იმერლობაზე არ იხუმრო რაღაცა რაღაც იცნობენ იმერლებს ვინც ამას გეუბნება შენ არა იმერლები არ მეუბნებიან სხვები მეუბნებიან იმიტომ იმერლებთან რომ მივდივარ იმერლები მეუბნებიან რომ რა კარგი ხარ, რა ჩვენიანი ხარ, რა კარგად ხუმრობ და არავინ არ იღებს ამას შეურაცხყოფად რა და უკითხავთ, მაგრამ არასოდეს არ მქონია არანაირი პრობლემა, რომ ხუმრობის გამო, ან რავი რა ჩხუბზეა საუბარი რა, რომ რამე დაძაბულობა ან პრობლემა მქონოდა ეს რატომ ანუ ნებისმიერ ჩემს ხუმრობას ავუხსნი. კაი. ნებისმიერ ადამიანს პიროვნულად თუ მივა ბოლოს და ბოლოს საქმე ან საზოგადო. მე იყოს აგიხსნი ძმაო ესე ჩემო ძვირფასო, ეხლა მე შენით რო გითხრა, რამე რო იყოს აგიხსნი ძმაო, ეს ჩემი სტილი არ არის. მე არც ამ ცხოვრებით არ ვცხოვრობ, მაგრამ ამ ცხოვრებით ცხოვრება ადამიანებთან, მთელი ცხოვრება მაქვს შენ წარმოიდგინე გატარებული. მთელი ბავშვობა, მაგალითად, ხშირად, არა, ჩაცუცქურებთან არა, როდესაც წიგნებს კითხულობდნენ, ან სავარძელში იჯდნენ, ან კაშალკაში სეირნობდნენ და მეტყოდნენ, რომ მოდი ამ ცუდ რუსულ კასეტაზე ერთხელ სათევზაოდ ვიყავი, ვიპოვნე მდინარის პირას რაღაც კასეტა. ლენტაზე რო იყო, ხო გახსოვს ჩვენსი კასეტა. წამოვიღე სახე პატარა ვარ რა. წამოვიღე სახე ეს ჩემთვის განძი იყო რაღაც კასეტა რო ვიპოვე, გამწყდარი. გადავაბი მანიკურით და ორ კასეტიანი მაგნიტოფონი მქონდა, რომელიც მამა მაჩქვა და ეს მაქვს ჩართული რა და მოძრაობ ამ ორ კასეტიანი მაგნიტოფონით. არ ვიცი რაღაც რუსული სიმღერა, იმდენ ხელა ისეთი პატარა ვარო, კი მესმის სიტყვები, მაგრამ მე ვერ ვიგებ ამის ჟანრს და აი ხა ამ დროს სახში ფირსაკრავი იყო, ბაბინები იყო, რაღაცას მუსიკას გასმენინებდნენ, ასევე გულისხმობ მამას მეგობრები. მოკლედ რა, ჩაუარე 1-2 კანონიერი ქურდი არიან, კარგი ისეთი პატივსაცემი ადამიანები მთელი უბანი და ქალაქი პატივსაცემს ხედან, წიგნებს კითხულობენ და ესენი ჩვენ ბავშვობაში ხშირად გვიწევდა მოკლედ ურთიერთობა მამას მეგობრებიდან და ოჯახიდან გამომდინარე. მახსოვს ერთ-ერთი ეს არ დავასახელებ ახლა იმას, მთელი ქალაქი და რაიონის გარდაცვლილი არის ის ადამიანი რომელიც იყო კანონიერი ქურდი და მახსოვს რომ ის და მამას ხედან და რაღაცა წიგნებს კითხულობდნენ ხშირად რომ მე იმასგან მახსოვს წიგნებს კითხულობდნენ ისინი აღელვებული არ მინახავს გაბრაზებული არ მინახავს ვინმეზე იმათგან შეგინება არ მინახავს იმიტომ რომ ისინი იყვნენ აი რაღაც სამართალს და სიმართლესა მახსოვს რომ ეს კასეტა რომ მქონდა ჩართული გაიგონეს რა და ორივე ესე გამომხედეს რომ მოდიო შვილო დამიძახა მამამ იმანს დამიძახა უგზარმა მივედი რა არისო რას უსმენო მეკითხებიან ესო მამაჩემი მეუბნება შვილო ეს სად იპოვნე ეს კასეტაო მე დინარის პირას ვიპოვნე რა ეხლა მივხვდა მამაჩემი რომ იმას მე სახში ვერ ვნახავდი რა აი რაღაცა ისეთი იდიოტური იმდროინდელი რუსული ესტრადა იყო მე ახლა რო ვიხსენებ რა სიმღერები იყო იქ რომ ამათ ძალიან გაუკვირდათ ასეთ იდიოტობას რატო უსმენდი და მახსოვს იმ კანონიერმა ქურდმა გამომიტანა Queen-ის ყველა ალბომი რაც ქონდა Queen-ს ჩაწერილი ესე იდო ხის ესეთი ყუთი იყო რომელიც ესე იხსნებოდა ინსტრუმენტების ყუთივით სინგლის ყველაფერი და ეს პირველად ნახე კასეტები რომელიც გარედან იყო გრავირებული ეს Queen-ის ლოგო გედი ეხატა და მითხრეს რომ ეს კასეტაო შენ ეხა ჩვენ ის კი არა ეგ გადააგდეს რა არის შვილო მეორე ესეთრამეს არ მოусმინო თორე საერთოდ მაგნიტოფონს წაგართეთ არა მოდი ესო ჩვენ დაგვიტოვეო ეს კასეტაო ეხლა შენო და აი შენ წაიღე და ამას უსმინეო ხო და ნუ რა ვიცი მოკლედ არასოდეს არ მიჭირდა არავისთვის ასე თქვა არაფრის ახსნა თუ მართალი ადამიანი ხარ usmენდი ალბათ დიმარაჭკაია მარა მაგალითად ზესტაფონში პირველად ჩავედი ასე ჩემი ძმა დამსდევდა მაკრატლით დანით რომ კისერზე შეეჭრა რომ ეხა მამა ამას რო ხედავს
საფლავში გადაბრუნდებოდა, მაგალითად ხუმრობას ტელევიზორში რო გამოხვიდოდი და რაღაც პამპერსი მეცვა და პარლამენტის წინ ვიდექი და დედა უყვიროდი ნინო ბურჯანიძე ათასისულელებს ვაკეთებდი, ხო? ხო, მართლა გიგი უგულავას მიუვარდი ერთხელ ბოშის 60-ით მედაც იყვი და ციყვა ხელზე უმკითხავა. სხვათა შორის ისე უმკითხავა ნათელი მამავარი უსურვა, მაგრამ რა ვიცი. მაგის მოკითხავამ დავღუმა მგონი. ყველა დავის მოვიკითხავ ჩემს ძმას. ძალიან მაგარ იუმორისტს. არა, ნინო ბურჯანაძეს რო თქო პამპერსი. დედას ვეძახდი, დედასთან ვარ მეთქი მოსულდა, დაცვა მაგდებდა. არის YouTube-ზე შეგენის. მე და ციყვა მივიდივარ საწოვარები გვიდევს პირში, ეს ბავშვების ქუდები გვახურავს, პამპერსები გვიკეთია, ძლივს ვიშოვნეთ ჩვენი ზომა პამპერსი და დავარბივართ ესე ქუჩაში ვითომ ორი პატარა ბავშვი ვართ და ერთი ის იყო რომ პარლამენტთან მივიდოდი, დედა, ყვიროდით და ეს დაცვა მოდის და ყრის. ეს დაცვა ციყვს აგდებს, ამ დროს მე შევრბოდი. მე მეცემოდა, აბა ციყვი სტრატეგიულად და აი თან მე ამ დროს ისინი ხო ვერ ბრაზდებიან რა. თან რა დროა წარმოიდგინე, ის კი არა რომ ანალოგიური რაღაც YouTube-ზე ნახვა. ანუ არსად არ გაქვს ნანახი მსგავსი რამე, არ არსებობს YouTube-ი, საერთოდ არ არსებობს, არ შეუქმნიათ ჯერ YouTube-ი. და ანუ ასე თქვა, ქართულ ტელესირწეში ეგეც სისულელებს, რომელიც განს აი სიდებილებს რომ ეგ იყო ეს იყო ჩემი ერთი ჩემი საყვარელი საერთოდ იუმორის ფორმა რომ გითხრა არის ფარული კამერა ადამიანების ამ სიტუაციაში გაბმა რა თქმა უნდა უწყინრად არც ერთი ადამიანი გადაღებული არ მყავს რომელიც გადავიღე მე წამოვიღე გავუშვი და ტელევიზორში ნახა პირველად რომ გადავიღე ყველას ვეუბნებოდი რომ ეს ფარულ კამერაში გავა და უთქვამს ბევრს რომ ძალიან გთხოვ მეც ძალიან ვიცინე მაგრამ არ გავუშვა იმიტომ რომ ეხლა აქ არ უნდა ვიყო არც ერთი არ გაგვიშვია აუ ეგ რა მტკივნეულია ხო და არც ერთი არ გაგვიშვია მაგალითად ყოფილა რომ მანქანაში რომ ჩავჯექით ფარული კამერის გადაღების დროს ერთ-ერთი დროს ესე ტიპი მოვიდა და ოპერატორი მიზის გვერდით და მიადგა ამას და ოპინელი ეჭირა მახსოვს დანაა ეს ოპინელის ბრენდია და ეს ოპინელი ძალიან პოპულარული იყო იმ პერიოდში შეიძლება ქონოდა დანა სხვა დანარჩენს და შენ უნდა ქონოდა ოპინელი ნომრებით იყო და ამ ტიპს ქონდა ოპინელი და ესე მახსოვს გახსნილი აქვს ეს ოპინელი რაღაც დასატრიალებელი ქონდა ახლაც ექნება ალბათ ესე და ესე მოვადგა შუშას და ტარით დაუკაკუნა ტკ უკაკუნა მე არ გადამიღო და ვაფშე ვერ ვიგებთ ეს ტიპი საიდან მოვიდა ან საიდან გადავიღეთ ან სად უნდა მიგვეშვენ მე ხო არ გადამიღეთ რა ვინ ახარ ვეკითხებით რა გინდა საიდან მოხვედი ამ შენი დანით შენაირებს რომ უყურებთ გზის მეორე მხარეს გადავდივართ შენანაირად უნდა გადაგიღოთ რას ამბობ არ ჩანხარ კამერაში როგორც ვამპირების არკის წინ არ ჩანხარ შენც არ გამოჩდები რომ გადაგიღოთ ეგეთები გქონია მაგალითად გქონია რომ მე ვიყავი მეფე ის პატარძალი სიძე და პატარძალი ვიყავით მიადგა ვიღაც ტიპებს იცი ძმაო ვინა ვარ უბანში პატარძალას მეძახიან და ამ დროს ისე ტიპებს მიადგა რომ იქ ორი ბანდა ვაჟაზე იყვნენ ერთმანეთს დაპირისპირებული რომელს დედას მოუტანდა და აი ეს რომ მიადგა იცი ბიჭო ვინა ვარ უბანში პატარძალას მეძახიან ეს ორივე ბანდა შემოტრიალდა და აბიჭო აგერ არისო და ამის დედაცო და გამოგვეკიდნენ ორივეს მოგწევდნენ ციხვა კაბა წამოიწია მორბის მე ჩემი პიჯაკი ვაცია რაღაცა კინოსტუდიიდან წამოღებული აკოტებული და გავდივართ მოკლედ და ესენი მოგზდევენ ერთი 20 კაცი ეგეთი ამბავი იყო აი მოკლედ მაგრამ არავისთან არაფერი არ მოხსნია და ისიც იმის გამო რომ აი ეს ტიპები ძალიან დაძაბულები რო იყვნენ და აი ტიპს მიადგა და მხარზე დაუკაკუნა თქ შემოტრიალდა ის და შოქშია დედოფლის კაბიან ფატა უკეთია თავზე თან გახუნებული ეს ხო კინოსტუდია შეიძლება სოფიკო ჭიაურელს რო ეცვა ეგ სადედოფლო კაბა იყო რაც ჩვენ კინოსტუდიიდან მერე წამოვიღეთ იქ იმ დროინდელი რა ვიცი სეგო ზაქარიაძის დროინდელი პეპეშა და რაღაცეები ვიდეო იქ კინოსტუდია რაც მერე ჩვენ მოგქონდა ხოლმე იმად რა აქსესუარებად და ამ კაბით რომ მიადგა ეს და გამოგვეკიდნენ ეს ტიპები გძიეს მაგრამ მე იქ სხვათა შორის იმ უბანთანაც ისევ მეგობრობა და პატივისცემა დამყარდა შენი დაკვირვებით რაზე ბრაზდებიან ყველაზე მეტად ქოცები აქილევსის ქუსლი რა აქვთ მე უკვე აი ბოლო პერიოდში ბოლო დღეა მე მივხვდი რაზე ძალიან ერთი ტერმინის ქვეშ ვარ ერთიანი არა მე ეხლა ეს კაი მადლობა რაღაცა უქნათ ამას მე გეტყვი მე როც ძვირფასო მაყურებელო მე როცა ვამბობ ქოცები არ გულისხმობ ამომრჩეველს ხალხს გულისხმობ ეგრეთ წოდებულ დეპუტატებს, მინისტრებს, პროპაგანდისტებს. არასწორად გეუბნებათ. არ ამბობს ხალხზე, ამბობს მათზე. ამომრჩევლებს ამომრჩევლებზე არ ამბობს. ამბობს მინისტრებზე, მაგრამ თქვენს გგულისხმობთ, რომ იცოდეთ. ეთყობა. მე ვერ მომატყუებ. მე ოფიციალი ქოცებს. ხო და მოკლედ ხუმრობ. არ აღიარებულები კი არიან ჩვენს მიერ, მაგრამ აღიარებულები არიან. აი ძალიან მაგრად არ აღიარებულები არიან რა. ქოცად აღიარებულები. ამაგარი არ აღიარებულები არიან, ეგე, მაგაცი არ აღიარებული არ მინახავს. აღიარებულები არიან. ნუ ჩემგან შეიძლება არ იყვნენ აღიარებულები და რა ვიცი
აღიარებულები კი არა ვისურვებდი მე ნამდვილად რომ სხვა სიტუაცია იყოს ჩემს ქვეყანაში თავრობაც სხვა იყოს და რომელი იყოს რა ვიცი რამე იყოს ჩემს ვარიანტებსაც გეტყვი მაგრამ მოკლედ რა აი მითხარ რაზე ბრაზდებიან შენი აზრით ხო და აი მაგას გეკითხები ვინ ამომრჩეველი თავად ზემოთ ხოცები თუ ვინ არ ვიცი რაზე ბრაზდები მე სხვათა შორის ერთ უცნაურ ამბავს გეტყვი რა დიდ ხოცებზე ვიზეც მიხუმრია და ვიზეც ხუმრობები მწვავე ხუმრობებიც მქონია აი ზუსტად ვიცი რომ ისინი თვითონ იცინიან და რა გითხრა ეხლა ხო აი რა გითხრა აი ზუსტად აი შენ გაგიკვირდება მაგრამ რა ხან მეკითხები სიმართლე ეს არის თუ გინდა უკან გადავახვიოთ და ვეცდები რა არის სიმართლე გითხრა მაგრამ არის ვარ გესაგე მე როგორც ვიცი ჩემი ხუმრობები რაც იყო და არის ესეთი შენ ხშირად უსახოლმე ვიღაცებს კითხებს ხოცი მეგობრები ყავს ან რა მყავს მეგობრები იქ რომლებიც მათ შეიძლება მითხრან რა ხდება როგორ არის საქმე რას ფიქრობენ და ასე შემდეგ და რა ვიცი ჯერჯერობით არ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცუდი ხუმრობები მქონია რა ვიცი ნებისმიერი ნახეთ გადაახვიეთ მაგალითად ძალიან გამაცოფა რამდენჯერმე ყოფილი დაჭერილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებამ ახალგაზრდებზე რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე იდგნენ და ანუ ისინი აბსოლუტურად გულწრფელები იდგნენ იქ იმიტომ რომ არ უნდათ საქართველოს ყოფილიყო რუსეთი ანუ მანაც იცის ეს ძალიან კარგად რომ იქ ჩემი შვილის ტოლა ადამიანების სკოლებიდან რომ ბავშვები მიდიოდნენ და ასე შემდეგ ესენი ხომ მაინც არ იყვნენ ვიღაცისგან მართული ვაი თქვენ ასეთებოდა რაღაც სისულელეებს რომ დააბრალონ ხო ესენი იყვნენ მართლა ახალგაზრდები რომლებსაც არ უნდათ რომ ვიღაც სახელს და გვარსაც რო ვერ გაგიმეორებდნენ ვიღაცა რუსის ტრაკიანი ტიპი მათ პარლამენტში სკამში მჯდარიყო ან ვიღაცას ერთ დღეს პრემიერ-მინისტრს ეთქვა რომ ნახვამდის ევროპა ცივილურო სამყარო გამარჯობა ჩრდილოეთო ეს იმათ არ მოსწონათ მახსოვს რომ მაშინ ისეთი რაღაცა სიტყვები თქვა რომ აი ამაზზენი იყო რა გულის ამრევი იყო ახალგაზრდებს ისეთ რაღაცებს უწოდებდნენ ახლა კი ვიცი რომ რაღაც შედგა ახლა რაღაცა სამსახური გაკეთდა როგორც ვიცი გინება და რაღაცაზე რომ აი ეგრო შეექმნათ იმ დროს როდესაც ახლაც არაკლია სიძულვილის ენა ძალიან ბევრს ასე ვთქვათ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მაგრამ მაშინ რო შეექმნათ როდესაც აი ცხენებზე დამჯდრები ჭენაობდნენ და რაღაც სისულელეებს ეძახდნენ აი ისეთ ადამიანებს აშავებდნენ რომ აი საერთოდ არაფერი რო არამართალი არ ყოფილან აი მაშინ ალბათ რა იქნებოდა დაჭერას შეცვლიდნენ დახვრეტით თუ რას იზამდნენ რა ხო და არ ვიცი რა მოკლედ რა სიმართლე რომ გითხრა რაზე ბრაზდებიან მე ვატყობ ყველაზე მეტად საერთოდ რაზე ბრაზდებიან როდესაც შენი ხუმრობა სიმართლეს ურტყავს და ეს სიმართლე აჩვენებს მის რაღაც უბედურებას მანკიერებას ან ცუდ მხარეს და ეს სიმართლეა ეს ხუმრობა ამაზე ყოველთვის ბრაზდებიან ეს პაროდიაშიც რო გააკეთო ვინმეს პაროდიაში ისეთი რაღაცის პაროდირება რო გააკეთო რაც მისთვის ბნელ კუთხეში აქვს დამალული და ასეთი თავისი თავის სარკეში დანახვაც არ უნდა არის ესეთი რაღაცა ხო მანანა ჩიქობავა ჩემი მანანა ხალბატონი მანანა მაგალითად აი ძალიან ბოროზდებიან მანანა ხალბატონი მანანა იმიტომ რომ ეს მანანა ისეთ რაღაცებს იძახის რომ იქ შიგნით არის მანანა თავად და შიგნიდან გამოაქვს ამბები გაიგე და ისეთებს იძახის რომ რაც ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ აქეთ უბრალო მოკვდავებმა და შენ ამ მთელი ქართული ოცნების ელიტის შიდა ამბები გარეთ გამოგაგ და მე აცინებ ამაზე ამ უბრალო მოკვდავებს თან ნერვიულობ თავად გაიგე ცალკე იქ ნუგზარის ანერვიულებ ცალკე იქ კიდე რა ვიცი კი და იცი რა მაინტერესებდა არათავისუფალ ქვეყანაში კომიკოსი უფრო საჭირო ხდება როგორ ფიქრობ თუ პირიქით ყველაფერზე ხუმრობა არ მოსულა ყველაფერზე ხუმრობა არ მოსულა რას გულისხმობ? გულისხმობ რომ აი ასეთი ავტოკრატია კაცო და შენ ამას ამაიმუნებ ამ თემას ამ შენი მანანა ჩიქობავათი იმის მაგივრად რომ სერიოზულად მიუდგეს საკითხს და აბჯარი აისხა რაღაცა მანანა გამოიგო მანანა იქნება ჯონდო იქნება თუ რასახელსაც არ მოიგორებს ვინმე სასაცილოებისთვის კიდე ერთხელ გეუბნები შენი ხუმრობით თუ შენ კი არა რაღაც სისულელეზე კი არ ხუმრობ არამედ დასცინი ადამიანს ისეთ რამეზე რაც სასაცილო საერთოდ არ არის და შენ ეხლა ადამიანის რაღაცა ისეთ არასასაცილო საერთოდ სასაცილო კი არა სერიოზულად რომ ადამიანს არ უნდა დააბუნინგო ამ თემაზე ამას იუმორით თუ გააправებ რახან მე ვხუმრობ ეს მოსულაო ეს ჩემთვის არ მოსულა გეუბნები დანარჩენი ყველაფერზე ხუმრობა მოსულა მაგალითად ნიკა გრიგოლიამ როგორი იუმორისტია ცუდია კარგია ნიკა მოტოზე როგორ დაჯდა რაღაც გააკეთა მაგრამ ჩემზე რო იხუმრო ეხა მაგალითად დაიწყო ხუმრობა
პირობითად რაღაც ჩემს ისეთ რაღაცას შეეხო, რაც არ ეხება არ ჩემს საქმიანობას, არ ჩემი პირადი რაღაციდან არ გამოდის და ისეთ ტკივნეულ საკითხს ეხები და მეუბნები რომ კაი რა ამას ვეხები, მაგრამ ამაზე ვხუმრობ, ეს სწორი არ იქნება, იმიტომ რომ მეც იუმორისტი ვარ და ჩემს ხუმრობაში, იუმორში და მორალში ეგარზის. იცი რა მაინტერესებდა, ქონია შემთხვევა, როცა ფულის გამო დათანხმებულ ხარ რაღაცა იგი რაღაც კრინჯობა. არა. ფულის გამო ძალიანაც მჭირდებოდა ხოლმე ბევრჯერ ფული და ბევრ რამეს არ დავთანხმებულ ვარ. ფულის გამო მაგალითად ფულის გამო მქონია ერთ-ერთ ჩემს სიცოცხლეში ერთ-ერთი პირველი ივენთი, რომელიც წავიყვანე ჰონორარის გამო, რა თქმა უნდა, მაგრამ ტექსტი რომ მომცეს, რაც მე უნდა გამეცნო, ეს მახსოვს ჯერ ტელევიზიაში წავშანო არა, არსად უბრალოდ კავენს თამაშობ. მეორე კურსელი ვარ თუ მესამე კურსელი და ერთ-ერთი ორგანიზაცია სახელი და გვარი რო თქვა, ყველას გეცნობა თავისებურად, მაგრამ ამ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ თხოვა რომ ჩვენი კორპორაცია საქველმოქმედო საღამო უნდა წამეყვანა და ეს საქველმოქმედო საღამო რო წავიყვანე, იქ ისეთი ტექსტი ეწერა რომ ვფიქრობდი რომ აღარც ფული მინდა არაფერი და ამ ტიპს კითხე რომ წინასწარ მეთქი ეს უნდა ვთქვა, აუცილებელია აქ რაც წერია ეს რო ვთქვა თქვენი მიღწევებიდან, გადაძლილი პრობლემებიდან, ჩამონათვალში იმ ყველაფერში მოდი ეს ხო არ მოვაკლოთ, არა ესეც იყოს რომ მითხრა იმ ბატონმა, ეს მახსოვს რომ ერთ-ერთი ეგეთი იყო, თორე დანარჩენი ყოველთვის ვცდილობ რომ რა თქმა უნდა ვხუმრობ იმისთვის რომ ეს ჩემი საქმე არის, მით უმეტეს თუ მე მინდა რომ ვიხუმრო ჰონორარის და ფულის გარეშე, ამას ისედაც ვაკეთებ ჩემს მეგობრებში, გარემოში სადაც ვარ, ყოველთვის ხუმრობ, მაგრამ თუ კი ვინმე უყურებს ჩემს ხუმრობას, ეს ჩემი საქმეა, ამას მე უყურებ პასუხისმგებლობით, ხუმრობას არ ვაკეთებ იმისთვის რომ მე და ჩემი მეგობრებს გაგვეცინოს, ამას ვაკეთებ იმისთვის რომ სხვა ადამიანებსაც გაეცინოთ და ყოველთვის მაქვს ეგ მომენტი რომ ფულს რაშიც გიხდიან, ყველაფერი არ მოსულა, აი არასოდეს არ მოსულა. მაგალითად ბოლოს ეხლა ერთ-ერთი ამბავი რაც იყო, ერთ-ერთი პატარა ცოტათი იუმორისტულ, ცოტათი სარეკლამო, რა თქმა უნდა, ახლა ხან მე დამიძახეს თავის აი რამდენიმე წუთიან სულ, აი 1 წუთიან, 2 წუთიან სარეკლამო რგოლში, რომელიც იუმორისტული სახის იქნებოდა, მაშინ, როდესაც გაქანებული ფინანსური კრიზისი მქონდა, დამირეკა ერთ-ერთმა კომპანიამ და მთხოვა რომ მიიღოთ ამ ჩვენს სარეკლამო რაღაცაში მონაწილეობა. ეს კომპანია ჩემთვის და დანარჩენი კიდე ბევრი ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანისთვის პირდაპირ არის რუსული კომპანია რა, არ აქვს სახელს მნიშვნელობა, ხო? არის რუსული კომპანია, რომელსაც ძალიან ბევრი ფული მითხრა, მართლა, ძალიან ბევრი ფული მითხრა, რომ ამ დისკს თავაზობთ და ამ რაღაც 2 წუთიან რაღაცაში მიიღეთ მონაწილეობა. შინაგანად საერთოდ არ მიზის ეგეთი ენა, არ ვიცი ეს ცუდია თუ რა არის, ახლა ამის დრო არ არის, ახლა უფრო მე არ შემიძლია ამ დროს უთხრა, წადით თქვენი დედა ეს ვის აკადრეთ, ვის უთხარით. ასე ამენით არ მიყვარს ლაპარაკი რა. აუცილებლად ვეტყვი, უთხარი, რომ არ შემიძლია მათთან თანამშრომლობა, ძალიან დიდი მადლობა და რაღაცები რომ მითხეს ჰონორარის და ეს უთხარი რომ მეთქი აი უთხარი რომ არ გამოვა რა ჩვენი თანამშრომლობა და ადამიანებმა იფიქრეს რომ რაღაც ჰონორარის ამბავია და კიდევ მეტი ჰონორარი მითხრეს. და ну ბოლოს უკვე უთხარი სიმართლე რომ მე თქვენთან უბრალოდ მადლობა პატივისცემა იმისთვის თუ ჩათვალეთ რომ მე ვიყო. რა სახეთ უთხარი? პირდაპირ ასე უთხარი, აი ხლა როგორც არა, აი ხლა ზუსტად როგორც შენ გეუბნ, არა, პირდაპირ ესე უთხარი. მეთქი მადლობა ამისთვის, მაგრამ რა თანხაც არ უნდა შემოვთავაზოთ, უბრალოდ თქვენი შინაარსიდან და ჩემი შეხედულებებიდან თქვენს სარეკლამო რგოლში მონაწილეობას ვერ მივიღებ. ძალიან დიდი მადლობა. მე რომ ნახე ის სარეკლამო რგოლი, მშვენივრად გავიდა ეთერში, სხვა ნიჭიერმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მშვენივრად იყო იქ ყველაფერი. თუმცა მე შინაგანად ხუმრობა იქნება ეს თუ ნებისმიერი რაღაც იქნება არ ვიცი ფულისთვის ყველაფერი მოსულამდე მივდივართ ახლა ანუ ფულისთვის ყველაფერზე როგორ ვიხუმრო და ყოფილა ესეთ შემთხვევა როცა ვალდებული ხარო იცინო და არ გეცინება ისეთი დეპრესია გაქვს არ ხარ ხასიათზე მაგრამ აი რაღაცა სცენაზე უნდა დეპრესია მაქვს მაგრამ მე დეპრესია სხვათა შორის ეს არ ვიცი აქაც კარგად მოსაკითხი ამბავი მაგ არ გეტყვი რომ 45 წლის ასაკში კაცი შეიძლება არ იცნობდეს დეპრესია რა არის და მაგრამ რო გითხრა რომ დეპრესიული პერიოდი მქონია ჩემს სიცოცხლეში ამ ძალიან ბევრი პრობლემა მქონია აი ესე მედგა დეპრესია კარებთან და წიხლით მინგრევდა შემომიშვი ცოტა რომანტიკას მოგხვევ ცოტა ხანს გაიტრუნე სახში რა გჭირს დეპრესია შენც იკაიფე ამით მაგრამ აი ვეუბნებოდი ჯიგარს რომ გაგიცანი კარგი ხარ რამდენიმე დღით ხომ უკვე ცხოვრებაში ერთმანეთი გავიცანით არა ხარ შენ ჩემთან კარგად ბრძანდებოდ ანუ დეპრესია ეგეთი ქონოდა რომ არა მაგრამ რთული პერიოდი მქონია ისეთი რომ მაგალითად სცენარის წერის დროს გვერდით ერთ-ერთი ჩვენი სცენარისტი ყველას კარგად ნაცნობი იუმორისტი გაჩერდა ამ სიჩუმეში წერის დროს და მომიტრა და ბიჭო ეხავ შენ რა მდგომარეობაში ხარო ანუ ყოჩაღო ახლა ის კი არ უთქვია რომ რა გახუმრებს ანუ რანაირად შეგიძლიაო რომ თანო
ეხლა რა პრობლემებიც გაქვს და საიდანაც შემოხვედი ოთახშიო, თან დაჯდე ეხლა და ეს რო დაწერო, ეს არასოდეს არ დამავიწყდება ჩემს სიცოცხლეში და ამას სხვათა შორის დამაფიქრა კიდევაც რაღაცაზე და მეტი ძალაც მომცა ასე გულწრფელად უბრალოდ მეგობრის ნათქვამა, რომელიც ასე მარტო შიგნით ვერ დაიტოვა და არ მქონია არასოდეს ისეთი პერიოდი, როდესაც ხასიათის გამო სამსახურში ვერ მივალ და ჩემს საქმეს შეიძლება ვერ მქონია პერიოდი, რომ სრიალის გამო არ მივსულიყავი სამსახურში ერთხელ მახსოვს დათო მირეკავდა გოგი ჩაიშვილი, ჩემი პატივისცემა დავიც დათო მირეკავდა გოგი ჩაიშვილი, რომ სათხარო გაგვიანდებაო და ამ დროს ვარ გუდაურში სასრიალო სნოუბორდით და მეუბნება რომ გაგვიანდებ. ასეთი მიზეზები უფრო მქონია რომ რაღაცა ვერ მოვახერხე სამსახურში იმ ხუმრობის გაკეთება, მაგრამ იმის გამო რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი, ან რაღაც დეპრესიული მომენტი მქონდა, არც მე და შენ წარმოიდგინე იქ ჩემი მეგობრებშიც არასოდეს არ შემინიშნა რაღაცნაირად ეს ამ წლებმა ჩამოგვიყალიბა ყველას ეს საქმე ისეთად, რომ ეგ რაღაც ჯავშანი, ფარი, თუ რაღაც კამელეონის რაღაცა საკუთარ თავთან უყურე ძალიან ძნელია. შენთვის ძალიან საშინელება არის შენთვის, როდესაც მე უკვე სპეციალისტთან მიდიხარ, მაგალითად ექიმს დაელაპარაკები, ფსიქოლოგს დაელაპარაკები, რომელიც გეუბნება შენ გააქვს შიგნით სტრესი, რომელსაც შენ არც უყურებ და ის იქ არის, ამას მე ხვდები, მაგრამ ძალიან არ არის ესე ადვილი მარტო ხშირად ყველაზე მეტად მოკლედ რაც მაგის პასუხი ეგ იყოს რა. ხშირად ყველაზე მეტად რაც მიკვირდა და არ იყო ხოლმე სასიამოვნო, იყო ადამიანებისგან თქვენ რა გიჭირთ, სულ ღადაობთ, სულ ხუმრობთ და ამაში გიხდიან ფულს. ნებისმიერ ადამიანმა ახლა წარმოიდგინოს თუ იმას არ არის კარგ ცუდ ხასიათია, სხვისი ხუმრობაც კი აღიზიანებს, არა თუ ცუდ ხასიათზე რო ხარ ამ დროს შენ დააჯდე, დაწერო ხუმრობა, მერე დადგე სკეჩი იხუმრო, მერე ეუცებ სკეჩი როგორც კი დამთავრდება, გამოხვიდე აქედან და ის შენი პრობლემაა თუ პირიქით მოჭარბებული ბედნიერება იქეთ წახვიდე. ძალიან ცუდია, კი. ყველა დროის საუკეთესო ქართული იუმორისტული პროექტი. ყველა დროის ქართული სასაცილო ქართული იუმორისტული ფარული კამერა. ბოლოს რამ გაგაცინა ისე რომ გაჩერება გაგიჭირდა? საშა ბარონკოენის ფილმმა. პოლიტიკოსი, რომელიც კარგი კომიკოსი იქნებოდა. პოლიტიკოსი, რომელიც კარგი იუმორისტი იქნებოდა. მე მგონი უკვე შემდგარი იუმორისტები ყავს ბევრი რა, უბრალოდ პოლიტიკოსი რომ ბევრი გამახსენდება ალბათ რა. რამდენი პოლიტიკოსი ყოლია სტუმრად, რომელსაც მაგარი იუმორი აქვს და ასე ვერ ჩამოვთვლი ახ სათითაოდ ასე რა. არ ჩამოვთვლი. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ყავდა, რომელსაც მაგარი იუმორი აქვს. ვეღონდ ვერ ვიტყვი პირდაპირ გეუბნები, თამამად შემიძლია გითხრა რომ ქართული ოცნების არც ვიცნობ პირადად მათ იუმორს და არც ჩემს შოუებში ისინი ყოლია, მაგრამ არ გულისხმობ ქართული ოცნებიდან ტიპებს ვერ ვიხსენებ ეხა მაგალითად მაქედან და აი სხვა ოპოზიციური ან სხვა ხალხი უფრო მახსენდება რომ ვინც ჩვენთან ხშირად მინახავს გადაცემაში სტუმრად რომ კარგად ხუმრობდნენ. რაშია ცხოვრების აზრი? რა ვიცი, ბედნიერებაში ჩემი აზრით, ბედნიერებაში. ბედნიერება მომენტია თუ მდგომარეობა? მდგომარეობა, პროცესი და მისახედი სულ მუდამ რომ თავს გზომდე ბედნიერად და ესე არ არის. გავბედნიერდი და დამთავრდა და პატივისცემა ყველას, მაგრამ ესე მარტო მთლად ხო, happiness is a choice, ესეთი გამოთქმა ფრაზა ხო არის, რომ ბედნიერება არჩევანია, თუნდაც ეგ არჩევანი რომ მიიღო, მე იბრძოლო მაგისთვის, რომ ბედნიერება, ეგეც კი პროცესია, ასე რომ ეს ერთი თქმით ბედნიერება არ მოდის. ყველაზე სასაცილო ქართველი, რომელიც პროფესიონალი კომიკოსი არ არის. ვინ გამახსენდება ეხლა, აი ასეთები არ და ზუსტად ვიცი რომ ძალიან ბევრია, ჩემს გარშემო ასეთი ძალიან ბევრია მეგობრები, რომლებიც მაგრამ ქართველი, რომელიც კარგი იუმორისტი და კომიკოსი არ არის, ზარქუა, ირაკლი ზარქუა ისა, კრასატულა და კიდე იქ. ერთ-ერთი აგრესიული ენით მოსაუბრე ძმა არის, რომელსაც აი შეიძლება აგრესიულად ხუმრობს და მე უბრალოდ სხვაში ხშირეზე ვარ და აგრესიულად ნათქვამ ხუმრობებს კარგად ვერ იჭერე. უფრო ჩარტყმები აქვს, მიგნებები აქვს ხოლმე, მე ვფიქრობ, ვიდრე ხუმრობები. ხო, უფრო მიგნებები აქვს, უფრო ჩარტყმები. ხო, უფრო აი მწარედი ტყვის ხოლმე, თავისი აზრით, აი ეს რაღაც ათმევს იტყვის ხოლმე გამანადგურებლებს ცოტა ესეთი თან მე მგონია რომ თავისი სტილიც აქვს აუცილებლად სიტყვის თქმის თავისი სტილი აქვს ამ ჩემს ახალგაზრდა ნაცნობ ადამიანს და არის მისხანე არის კაცრი არის კატეგორიული ხისტი პირდაპირი მე ვიტყოდი უშიშარი ასევე მე ვიტყოდი არ ვიცი კიდე რა ლაპარაკი ირაკლი დიახ მასია საუბარი შეგიძლიათ ეს ცალკე ამოჭრათ და მისი ფოტოც დადოთ და კიდევ ერთხელ სამჯერ გავიმეორებ ამ ყველაფერს რასაც მასზე ვამბობ ხომ არ არის ამაზე არაფერზე ჯარიმა არა ამაზე არ არის ხება დიდებაზე არ არის არაფერი ერთი ქართული ჩვევა რომელიც უკვე მზას სკეჩია ერთი ქართული ჩვევა რომელიც უკვე სკეჩი ასეთები არა და რამდენი გვაქვს ახლა შენ წარმოიდგინე და რა მოვიფიქრო რა გამოვყო რომელიც სკეჩია საერთოდ სიმართლე გითხრა
კარგი სახალისო ქართული სუფრა პირდაპირ კარგი სახალისო ქართული სუფრა არ ზედმეტი ღრეობა ხალისი რო ღრეობაშია გადასული და ვეღარავინ ვერ იგებს და არც ისეთი სუფრა სადაც ხალისის დრო სკეჩი ეს ფრაზა რო არის რომ ქართული სუფრა აკადემია არისო ამაზე მეტად მე მგონი ქართული სუფრას არაფერი არ არის იუმორის აკადემიაც არის მუსიკის აკადემიაც არის ფოლკლორის აკადემია ყველაფერი არის თუ ესეთი კარგი ხალისიანი მაგალითად სულ რამდენიმე დღის წინ გახლდით ასურეთში უფროს მეგობრებთან 80 წელს გადაცილებულ ახალგაზრდა მეგობრებთან სადაც ვიჯექი სუფრაზე გემრიელ ღვინოს მივირთმევდი მათთან ერთად კიდევ ჩემს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად. იქ იუმორი იყო ისეთი, როდინდელი იცი, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას დროინდელი, მათ მეგობრები, არა, იქ ბიზნეს ხსენება არ არის ხოლმე, როდესაც ამ ჯენტლმენებთან მივდივარ სტუმრად, იქ არც ცუდად, არც კარგად საერთოდ არ მოიხსენიებენ ხოლმე ისინი. ძალიან კარგ ხალხთან ვიყავი და მართლა კიდე ერთხელ დიდი ხანია ესეთ სუფრაზე ამჯდარვა, სადაც ამხნის ადამიანები ასეთი ახალგაზრდობით, ასეთი ქართული კლასიკით და ესეთები გვაქვს ბევრი, ძალიან ბევრ კუთხეში, ძალიან ბევრ ოჯახში და ერთი რამე მინდა რო ვთქვა, მეც მჭირდა ეს ავადმყოფობა, მეც დავიჯერე რომ რა გჭირს რაღაცეებში რა ბევრ რამეში ცუდები ვართ ქართველები, როგორ ესეთები ვართ, როგორ ესეთები, რაღაცა თვითგვემამ მეც შემიმყრო, ჯერ კიდევ შემიმყრო 90-იანი წლებიდან, როდესაც მინდოდა სწავლა რაღაც ჩემი ინტერესები მქონდა და გარშემო ეს არსად არ ხდებოდა, არ იყო არსად არაფერი, მინდოდა მაშინაც რომ აქედან წავსულიყავი, გავქცეულიყავი, რატო ვართ ქართველები ასეთები ვფიქრობდი რა, რა ვიცი, თუ მოკლედ ძალიან ბევრი გაბოროტებული ადამიანი დადიოდა ქუჩაში, რომელიც არანაირ ადამიანურ გაგებას, არანაირ ადამიანურ სიმართლეს არ ექვემდებარებოდა იმათ აქციები, რომლებიც არაფერს არ ემორჩილებოდნენ, ვიღაცას თანასთხრიდნენ, სიგარეტის გამო მინახავს დაჭრილი ადამიანი, ქურთუკის გამო მინახავს სპიცით გახვრეტილი ადამიანი, ასეთი რაღაცები და სულ მე მეც დავიჯერე რომ ქართველები არაცუდები ვართ. მე სადაც მივდიოდი, ყველგან დამეწყო ის კომპლექსი დამყვებოდა რომ მე იმ ქვეყნიდანაც საიდანაც ჩვენ ჩამოვდივართ და რაღაცებს ვიპარავთ. სულ ეს კომპლექსი მქონდა და მე რაღაცა დონეზე მივხვდი რომ მეც უკვე ვიჯერებ რომ ქართველები ცუდები ვართ და ეგ არის ჩვენი ყველაზე დაუძინებელი არ ვიცი ცენზურა როგორ გაქვს არ ვიცი სიტყვა ნაბოზარის თქმა შეიძლება თუ არა მაგრამ ნაბოზარი მტრების სურვილი რომ ქართველებმა დავიჯეროთ რომ რაღაცების ნიჭი არა გვაქვს რომ დავიჯეროთ რომ ერთმანეთის გვერდის დგომა არ ვიცით ქართველმა რა ჩვენ ტერი თუ არ მოგვადგა და ცეცხლი თუ არ წაგვიკიდა ის ერთმანეთის გვერდით არ უდგებით ჩვენ ჰომოფობები ვართ ქსენოფობები ვართ რა საძიზღარი საძიზაძული ესენი დავიჯერეთ გაიგე არა და არა ვართ არა ვართ ესე ვიღაცა რაოდენობის ბინგო ბონგო თუ დარბის რაღაც ნაკრძალში არ ნიშნავს რომ ყველა ბინგო ბონგოა იქ რა და არ ნიშნავს რომ ყველა რაღაც ცუდს აკეთებს არა ვართ ესეთები გაჭირვება მოუტანა ქართველებს ძალიან ბევრი ცუდი საქციელი ძალიან ბევრი ცუდი ჩვევა იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის ფანფარის დანგრევის მერე და იქ ჯერვაში იქ საერთოდ რა ხდებოდა ტვინის მოწამლა რომ ჩვენზე მაგარი ტიპები არავინ არ იყვნენ და აბა ქართველი ჩავიდო და ცხვარით და ოციანით მოსკოვში და ყველაფერი მისი იყო და 1000 სისულელებს ხო გაჯერებენ ეხლა ყველაზე ცუდი რასაც გვაჯერებენ რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთის გვერდით დგომა, ბავშვების გვერდით დგომა, რომელსაც წამალი ჭირდება, დედის გვერდით დგომა, რომელსაც შვილი კანონად მოუკლეს, უბრალოდ ადამიანის გვერდით დგომა, რომელსაც გვერდით დგომა, დაგვაჯერეს ეს, რომ ეს ჩვენ არ შეგვიძლია უკვე ესეთები ვართ, აიმე ქართველები გადავგვა, აღარ ვარგი ვართ რა, ვინღა ვართ და ეს ცოტა ნარცისიზმიც არის, გაიგე, მან დაგვიწიეს ვიღაცებმა, რომ რახან მე და შენ ლაპარაკობთ, რომ რა ცუდები ვართ ქართველები, ამით შიგნით ცოტა ვიღიტინებთ, გაიგე, რომ ჩვენ მინიმუმ ლაპარაკობთ მაინც რა ცუდები ვართ, კაცო რა დაგმართია. ნუ დავიჯერებთ ამ იდიოტობას. არ არის ქართველის ბუნებაში, არ არის. აი საერთოდ ქსენოფობია სიტყვა ქართველს რამდენი ხანი უნდა უხსნა უცხოელის შიში რა არის? აი რამდენი ხანი უნდა უხსნა ქართველს უცხოელის შიში? შეიძლება რაღაც არ მოწონდეს, მაგრამ შიში, მასში არ ვიცი რანაირია რა, რა უცხოელის შიში. მე პირადად მაქვს ნანახი, მაგალითად იყო 2005 წელი, როდესაც ავსტრიაში ერთ-ერთ ლამასოფელში მოგზაურობის დროს ჩემს გოგოსთან ერთად ერთ-ერთი ავსტრიელი ადამიანის ეზო, ულამაზესი ეზო დავინახე რა, რომელსაც ძველი ურმები ეწყო, ამ ძველ ურმებზე ყვავილები ჰქონდა გაკეთებული, ლამაზი ბალახი გაზონებად ჰქონდა ისე გაკეთებული, გრაფიკულად რაღაცები იყო, დახატული და ულამაზესი ეზო იყო და ახლა შორიდან ვიღებ ამ ეზოს და რომ გამოვიდა ეს ადამიანი და შემამჩნია რომ ეს და მივესალმე აქედან გაუღიმე შორიდან რა ლამაზი ეზო გაქვთ უთხარი მადლობა მითხრა და უთხარი თუ შეიძლება რომ შემოვიდე მეთქი და თქვენი ეზო შიგნიდან უბრალოდ გადავიღო რაღაცეები აი პირველად ვიგრძენი მაშინ რა თქმა უნდა არ ვთვლი რომ ყველა ავსტრიელი ესეთი არის მაგრამ ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიგრძენი რა არის უცხოელის შიში როდესაც ჩემი და ჩემი ახალგაზრდა გოგოს ზურგჩანთებიანი ორი ახალგაზრდა ტურისტის, მომღიმარი ტურისტის, რომელიც ჩვენ ყვავილებს უღებენ, მართლა შეეშინდა ადამიანს, რომ ვინ ჯანდაბა ვიყავით, უბრალოდ ეზოში რომ შევეშვით. გულწრფელ, ანუ ბოდიშიც კი მომიხადა, ანუ არ ვიცი რატომ არ გიშვებთო, მაგრამ აი არ ვიცი ვინ ხართო, რა ხართო და თან უნდოდა რომ შევეშვით, თან შევატყე რომ მართლა ეშინოდა რა, ეხლა ამის გამო იმ ადამიანს არანაირი
სიძულვილი ჩემი და არაფერი, მაგრამ ნუ აი შემეცოდა რომ ეხა ჩვენი რო ამას ეშინია ესე იმის მერე რა გავიდა 21 წელი 2005 წელი იყო ზუსტად მახსოვს 2005 წლის ზაფხული როდესაც ავსტრიიდან გერმანიაში გადავდიოდი და გადავწყვიტე რომ მოდი ამ გადასვლამდე სოფლებს რაღაცას მოვივლი და მერე გავავლე პარალელი ეხა შენ წარმოიდგინე ნებისმიერი ქართველის ღობესთან ჭიშკართან ჩამოჯდეს ვინმე ტურისტი 2 3 4 და ან წყალი გაუთავდა მათარაში ან რაღაც და დაინახა რომ ეზოში ჭარის და დაუძახოს რომ შეიძლება თქვენთან წყალი რაინაზეც გინდა უთხრას უბრალოდ დანიშნოს რომ წყალი უნდა აი მითხარით აი რო იტყვიან ხოლმე ყველაზე ცუდი კაციაო სოფელში ზამთარში თოვს არ მოგცემს ისიც კი გაუღებს კარს შეიყვანს შიგნით ჭიდან წყალსაც აღაგებინებს რაღაცას იჩალიჩებს დასვავს იქ რაღაცა ქართულად გაეპრანჭება გურიაში იქნება კახეთში იქნება სვანეთში იქნება რომელიც სოფელიც არ უნდა იყოს დასვავს ბოლოს იქამდე წავა საქმე ეტყვის აბა გათხოვილი ხარ არა გაგათხოვებ სოლი ყავს დაგაზიძებ ბავშვს მოანათლინებს და აგამანდამდემიო ეხა მე ხო არ ვიგონებ აი ვინც უყურებს ეგეთები ვარ ჩვენ და მერე ბოლოს თუ ცუდი ტიპი გამოდგება, იმასაც იმ წყალს აუსებს ეზოდან აახვევინებს და მეზობელი თუ გააცილებს და დავა ეტყვის მეზობელი თუ ეტყვის ვინ იყო? ეს რა ვიღაცა იყო რა უცხოელი, რაღაცა წყალი ჩაუსხი გავაცილე და დანარჩენ შემთხვევაში პირდაპირ გეუბნები, შეიძლება დაინათესაოს. არა, ქართველს შიში არაფერი არა, ეს დაგვაჯერეს ჩვენ რომ აი იმის ეშინია და იმის კიდე კაცებს გაგვათხოვებენ და აი რაზე ვლაპარაკობ ახლა გეხვეწები გამაჩერე რა. აუ რა კარგია გაგაჩერო კი არა ამას ამოვჭრეთ საერთოდ არა გამაჩერე დაგვაჯერეს რომ ვართ ასეთები არ ვართ ასეთები საერთოდ არა არც შიშარები ვართ არც არავის გვეშინია და ოღონდ არც ის დავიჯეროთ რომ სოფლიოში ყველაზე მაგრები ვართ და ღმერთი მიწებს რო არიგებ და მარტო ჩვენ გვეროდებოდა როდის დალებენ ბოლოჩი ხას ბიჭები რომ მოვიდნენ ჩვენც ისეთები ვართ რომ სხვა ადამიანები ჩვენი პრობლემები ჩვენი წარმატებები ჩვენი ყველაფრით და მაინც და მაინც ეს მაგიმით რო ცხოვრობ პათოსით რო შენზე რჩეული ერი დედამიწაზე არ არსებობს რა გეშველებ ხა შენ ძალიან დიდხანს ერთ დღეს გაიგებ ეგრე შეიძლება არ იყოს სხვაც არის ღმერთის რჩეული ერი და ნიკა ყველაზე სასაცილო ქალაქი საქართველოში სასაცილო ქალაქი სახალისო ქალაქი სასაცილო რანაირად ანუ აი არქიტექტურის კარგი რაღაცები რო ხდება სახალისო ამბები ჩემთვის ყველაზე სახალისო და სასაცილო სიტუაციები არის ის ქალაქი სადაც დავიბადე გავიზარდე და ეგ არის ჩემთვის ზესტაფონი და რა დანარჩენი არ მგონია რომ რომელიმე ქალაქს აწყდეს ყველაზე რთული ქალაქი გასაცინებლად ვერ გეტყვი არც სად არ ყოფილ ვარ ხშირად იტყვიან ხან კახელებზე იტყვიან კახელებზე როგორ უნდა თქვა იუმორი არ აქვს მაგრამ იტყვიან რომ ცოტა თავისი მძიმე სტილი აქვს ხან ქართველებზე იტყვიან მე ჯერ არსად არ ყოფილ ვარ არც ერთ ადგილას სადაც ქართველებს იუმორში თავისუფლება და სილაღე არ აქვს არ აი მაგალითად სვანებს რომლებსაც იტყვიან რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ამათა იუმორი აქვს თავისი სვანური თავისი იუმორი რომელსაც მე მაგალითად ძალიან ვიცინი რაღაც ეს ჯერ ვერ გაიგო შეიძლება ძალიან ცოტა ხანი რა თქვა ეხლა ერთმა მეორე სადაც რაღაცა ჩაურტყა ქვია ამას თუ რა შეუძლია უთხრა მაგრამ ყველას აბსოლუტურად ძიმე ქალაქს მე არ შევხვედრი ვარ სადაც არ იცინიან აი ვერ ვიტყვი რომ აქ ვერ იცინიან ნიკა ძალიან დიდი მადლობა აი ძალიან დიდ პატივს გცემ მადლობა ბევრი მიზეზი მაქვს ამის გამო ჩემგანაც პატივისცემა შენ უნიჭიერესი ადამიანი ძალიან ბევრი მსმენია აი სადღაც რომ მოვხვდები ხოლმე შენი სახელი ხშირად მესმის როგორც ადამიანის რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს და ტალანტი მადლობა თუ ასეც და ასე არ შენ რას გეუბნებიან მაგრამ აი მე გეუბნებ რომ ეს ასე არის მადლობა შენ მოდი დასასრულს ერთ თემას შევეხოთ ვახსენეთ და დავამთავრეთ აი დასასრულია და ასე არ გაუშვათ რა ვახსენეთ წეგან რომ ესე კაცების გათხოვება გამოთხოვება და ასე მეგობრებო ბოლო ხანს აგორებული ამბავია ვიკამაც ახსენა წეგან არ ვიცი აქ ჩავსავო შენ სკეჩსო კაბით და ლამაზი ჩანთით რომ ვიყავი წარმოდგენილი ჩემი ცოლის კაბა მეცოდა დედა ჩემის ჩანთა მეკეთა და მისი შლაპა მეხურა და მოკლედ იქ იყო ხუმრობა იმაზე რომ ევროპაში კაცებს ათხოვებენ ხალხო ევროპაში ვარ მათთვის ვამბობ ვინცაც ამის ჯერა რომ ვინმე სადმე ძალით ათხოვებს და დანარჩენს ახლა გაგიმხელთ კიდე ერთ საიდუმლოს გათხოვება კაცს ენდომება თუ ქალს ენდომება იმას ვერავინ ვეღარაფერს ვეღარ დაუშვს თუ გათხოვება უნდა და თუ გათხოვება არ უნდა არც კაცისთვის დაძალება არ არის ნორმა და არც ქალისთვის დაძალება არ არის ნორმა გათხოვება და ეგ სისულელე რომ ევროპაში კაცებს ათხოვებენ არ ვიცი რამდენჯერ ვარ ევროპაში ნამყოფი სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ქალაქებში თითო ქალაქში რამდენჯერ მეჯერ არავის იქ არ გაუთხოვები ვარ პირდაპირ გეუბნებით და სხვათა შორის ბოლოს ავიღე სტრატეგია რომ მე თვითონ დავკვირვებოდი ამას ჩემი თვალით და იქნებ მე არ მათხოვებენ მაგრამ თვითონ ერთმანეთს ათხოვებენ და სადაც კი ორ კაცს დავინახავდი და კუთხეს მოეფარებოდნენ მაგრამ ეს ყველას დავყვებოდი დავსდებდი ეხლა მაგალითად ბოლოს ვენეციიდან ჩამოვედი იქ ბიენალე გახსნა დაემთხვა ჩემი სალომე დადუნაშვილიძე და მეთქი ამ ხელოვნება და იქ ამბობენ რომ იქ უფრო გასათხოვარი კაცები დადიან ვერავინ ვერ ვნახე რომ ვინმე გაათხოვა ვერავინ ვერ ვნახე ხალხო ვერავინ არავინ არავის არ ათხოვებს
ეს სიდებილი ამოიღეთ, რომ ვინმე ქმარს მოგტაცებთ და სხვის ქმარს გაურიგებს. ვის რად უნდა ჩვენი ქმრები, ჩვენ თვითონ მისახედი გვყავს ისინი და ეხლა არ მოგიდგენიათ, რომ მაგალითად ჩემ გივის ვინმე წამართნევს და ჰანს მიათხოვებს. არ არის ასე ხალხო. არ არის. მაქსიმუმ შეიძლება რაღაცა უკნან. და დაგუბონ. და ნაიმას ქნარი მოგვიბრუნონ უკან. ასე რომ ქმრებო, თუ ვინმე შემთხვევით გაგათხოვებენ, ნუ გადაიწყებთ აი, დარეკე დაუთხარი, ცოლო ფრჩები. აი ესე პირდაპირ გააგე. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. აქაც წაში იქნება და აი უკვე ყველა იცის. მადლობა შენ ძვირფასო, დაგემშვიდობები. ნიკა გრიგოლია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, აი ესე დაზიანებული თვალით რაღაცნაირად ჩავარიხინე ეს გადაცემა. შემდეგ შეხვედრამდე მადლობა თქვენ.